საღამო მშვიდობის, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ. საქმის განხილვა, რომლის თანახმადაც ნაწილს უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან, არსებით ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ბრალდებულები არათუ ბრალს არ აღიარებენ, არამედ ამბობენ, რომ 47 ტომიან საქმეში ფაქტობრივად არაფერია, რაც მათ დანაშაულს დაადასტურებს. პროცესი, როგორც ჩინაარსიდან, ისე განსასჯელის სკამზე მსხდომთა გათვალისწინებით უკიდურესად პოლიტიკურია, თუმცა მაინც იწვევს ინტერესს კონკრეტულად რა მტკიცებულებებს წარადგენს ბრალდების მხარე ამა თუ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დანაშაულში მხილებისთვის. ის რომ ქართულ ოცნებას ამ საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი აქვს, მათი განცხადებებიდანაც ჩანს. დანაშაული ჩადენილია და შესაბამისად სასჯელიც უნდა დადგეს. ამბობენ მართლ პარტიაში და კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ბუნდოვანებს ქმნიან პერსპექტივას, რომელიც ამ საქმის განხილვის შემდეგ ოპოზიციონერთა ნაწილისთვის შესაძლოა დადგეს. განსასჯელთა სკამზე მსხდომთაგან ციხე ზოგმა რამდენიმე თვის წინ დატოვა, ზოგი ჯერ კიდევ საპატიმროშია და იქელოდება მსჯავრის შესაძლო დამძიმებას. როცა ქვეყანაში სამართალი პოლიტიკას ემსახურება და ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, ეს ბოლო დროს გამოვლენილი სამოხელეო კრიმინალიდანაც თვალსაჩინოდ ჩანს, ანუ დღეს რომ კრიმინალები არიან და ციხეში სხედან, გუშინ ფაქტობრივად ქვეყანას მართავდნენ კორუფციული სქემებით და ხელშეუხებელნი იყვნენ. აი ამიტომ არის რომ დღეს სამართალი სწორედ პოლიტიკას ემსახურება. ასეთ ვითარებაში შედეგზე ორიენტირებული მოქმედების ბევრი ვარიანტიც არ გვაქვს. ამიტომ ისმის უფრო ხშირად კი განსასჯელის სკამიდან ისმის მოწოდებები ოპოზიციის ძალთა გაერთიანების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს, ვერც ეგრეთ წოდებულმა საბოტაჟის საქმემ ქმნა ის, რაც ადგილობრივი არჩევნებით დაინგრა. აკაკი ბობუხიძე, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. დღეს ვნახეთ, რომ არსებითი განხილვა დაიწყო და აი პირველივე სხდომაზე, არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი უნდა დახუროს და ამის მიზეზად დაასახელა ის რომ დარბაზში მყოფი პირები წესრიგს არ იცავდნენ. ჩვენ ვნახეთ მანამდე უძღოდა გარკვეული შელაპარაკება მოსამართლესა და დარბაზში მყოფებს შორის, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვა მან რომ დაესახელებინა სახელი და გვარი, რასაც გიორგი ბარამიძესგან მოჰყვა აღშფოთება და ბარამიძე ამის გამო სხდომათა დარბაზიდანაც კი გააძევეს. თქვენ ხედავთ რაიმე სხვა მიზეზებს სხდომის დახურვის გადაწყვეტილებაში? ემა არ ვიცი პირველად რა ნაწილზე ვისაუბრო, მაინც დავიწყებ ნაკლებად მნიშვნელოვანიდან. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს, თუ ის მართლად და მხარად გრძნობს თავს ამ პრობლემაში, დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს. ის რომ თურმე ვიღაც არ ემორჩილება წესრიგს და ამიტომ სხდომა იხურება, არის სრულიად აბსურდული. ის რომ სხდომათა დარბაზში უკვე ვიცით რომ აკრძალულია თვეების განმავლობაში ფოტო ვიდეო გადაღება. ეხო ცალკე თემა, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ ვიღაცა რაღაცას არ ღვევდა. ვინც არ ღვევდა, იმას უნდა დაატოვებინო დარბაზი, სხდომა კი არ უნდა დახურო და უნდა დატოვო ღიად და სხდომის ღიაობა შეიძლება სხვათა შორის დამსწრეების გარეშეც უნდა გადაიწემოდეს, თუ ეს ხო წმინდა პოლიტიკური პროცესია, ხო? ამ ნაწილშიც კი ხელისუფლება იმდენად სუსტია, რომ ის ხურავს რეალურად ხურავს პროცესს. ახლა გადავიდეთ უნდა, რადგან არ უნდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, რადგან არ სურს მაღალი ხარისხის საჯაროობა, ესე იგი არის წმინდა პოლიტიკური პროცესია. ახლა გადავიდეთ მოდი შინაარსზე. თვითონ ამ ადამიანებს საბოტაჟ და სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ედავებიან და ემა მე ერთხელ მაქვს შენთან ნათქვამი და მოდი კიდევ ერთხელ ამ ექსპერიმენტივით რაღაცას გავაკეთებ. აი თქვენ გაქვთ რაღაც გასაყიდი. რის გაყიდვა შეძლებთ, რაც ბევრი გაქვთ
თუ მხოლოდ იმისას, რაც სხვასაც აინტერესებს და უნდა რომ იყიდოს. თქვენ შეიძლება გაყიდით მხოლოდ იმას, რაც სხვასაც აინტერესებს. თქვენ რაც არ უნდა ბევრი გქონდეთ რამე, თუ ის არ მაინტერესებს და არავის არ აინტერესებს, მას ვერ იყიდით. მოდი ახლა დავსვათ საკითხი, რა აქვს საქართველოს ისეთი, რაც შეიძლება დანარჩენ მსოფლიოს აინტერესებდეს. ჩვენი ცეკვები, ჩვენი სიმღერები, რა თქმა უნდა, აინტერესებთ, ოღონდ ეს ისეთი რამ არ არის, რომელშიაც აუცილებლად გადაიხდიან, თქვათ რაღაცას რა. ჩვენი ცეკვების გარეშე შეუძლიათ იცხოვრონ ჩვენი სიმღერების გარეშე შეუძლიათ იცხოვრონ მიუხედავად იმისა, რომ უწყინვალეს ცეკვები და სიმღერები გვაქვს. ჩვენი ბუნების მსგავსი ულამაზესი ბუნება არის სხვაგან, თუ შენთან არ ჩამოვლენ სხვაგან. ერთადერთი ფუნქცია არის, შენი მთავარი ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია. მოდი ახლა ვნახოთ, კონსტიტუციაში გვიწერია. ანუ საუბარი საით მიგყავთ, რომ ქართულ ოცნებას შესაძლებელია ეს პოლიტიკოსები დააჭერდეს სავაჭრო საერთაშორისო პარტნიორებთან. ქართული ოცნება თვითონ არის საბოტაჟის ჩამდენების სინამდვილეში და გარწმუნებთ მოვა დრო და ჩვენ ამას მოვესწრებით, ისინი გასამართლებიან სწორედ ამ მუხლით, რომელიც მათ მიერ არის შემოტანილი პოლიტიკური დევნით. თუმცა ჯერ ვისაუბროთ იმაზე, მანამდე რა შეიძლება მოხდეს და რა სცენარები შეიძლება. მანამდე ეს ადამიანები მძევლად აყავთ მინიმუმ პასპორტს ართმევენ, რომ უცხოეთში ვერ გავიდნენ და ვერ ეკონტაქტონ პარტნიორებს. მაქსიმუმ აი რა მოლოდინები გაქვთ. შესაძლებელია ეს ადამიანები ისევ შეაბრუნონ ციხეში გაცილებით უფრო დიდი ხნით. თავისუფლად გააჩნია როგორ და რანაირად განვითარდება პროცესები, რა თქმა უნდა, აი ამის შესაძლებლობა არის, არ არსებობს ცუდი, რომლის მოლოდინიც არ შეიძლება გქონდეს ქართული ოცნების ხელში. სიტყვა, რომელიც აი ამ სიტუაციას მიესადაგება, იმიტომ რომ ადამიანები, ანუ პოლიტიკოსები, ვინც ბრალდებულია ამ საქმეზე, ხო, ამბობენ, რომ 47 ტონიან საქმეში ორი სიტყვაც კი არ არის. და დღეს პროკურორმა ილაპარაკა, ყველას გვაინტერესებდა, ხო, კონკრეტულად რის საფუძველზე დავებიან ისინი ქვეყნის გამოიტანს. გამოიტანს დააკრავს ჩაკუს და გამოიტანს გადაწყვეტილებას და ძალა აღმარცხავს, ხო, ჯერჯერობით ჩვენი ძალა არ იკმარა იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას საკმარისი წინააღმდეგობა გაუწიოთ და გარდამტეხი წინააღმდეგობა გაუწიოთ. ამიტომ ვიმეორებ, რომ იქ რა წერია ამის თუ იქ რო მტკიცებულებები იყოს, მაშინ კი არ დახურავდნენ ხდომას გახსნიდნენ და მთელ საქართველოს მოუწოდებდნენ, აი ხალხო ნახეთ რა საშინელ ხალხთან აგვაქვს, როგორი საშინელია ოპოზიცია და თხოვდნენ თავის მომხრესაც და განსაკუთრებით მოწინააღმდეგეებს, რომლებიც შეცდომაში ვართ შეყვანილი, ან ჩვენ შევყავ შეცდომაში, რომ მოდი მოусმინეთ, ნახეთ რა ხდება. ოღონდ ვიმეორებ, კონსტიტუციაში გვიწერია, ხო, დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს კი არ დაახლოვა, არამედ დააშორა. თუ მთლიანად არ გააქრო შანსი უახლოეს პერიოდში, ყოველ შემთხვევაში შანსიც კი არ აგვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გმირული თავგანწირული ბრძოლის გამო ეს შანსი გაგვიჩნდა, რომ დაჩქარებული წესით მომხდარიყო საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ეს გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სადღაც ღებულობენ. არავინ არსად არ მიგვიღებს, თუ არ შევესაბამებით ჩვენი ეკონომიკის ზომით, ჩვენი მდგომარეობით იმას, სადაც უნდა მიგვიღონ. ანუ ეს ნიშნავდა მომზადებას მიღებისთვის, ანუ საქართველოში ინვესტიციებს, საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენებას და ასე შემდეგ. მეორე და მნიშვნელოვანი ემა. აი ახლა რამდენიმე ერთი თვეც არ არის თუ არ ვწდები გასული, ჯიდეი ვენსი ჩაფრინდა ბაქოში და ერევანში საქართველოს ახსენა საერთოდ. ანუ ქვეყანა, რომელიც იყო მთავარი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატების, ისე გადაუფრინა თავზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, რომ არათუ არ გვესტუმრა, არც კი ახსენა და რატო უსვამ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენ იმის გამო რაც წეგან გითხარით. ეგ არის საქართველოს მთავარი ფუნქცია და თუ ჩვენ ამ ფუნქციას დავკარგავთ და თუ ჩვენ ამ პროცესიდან ამოვარდებით, ვიქნებით ერთი ღარიბი, გაუბედურებული ქვეყანა, ჩიხი, რომელიც არავის არაფერში არ აინტერესებს. ჩვენ ისტორიულ შანსს ვკარგავთ. ეგ არის მთელი ჩვენი ისტორია. სამხრეთი და ჩრდილოეთი ერთმანეთს ეომებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის გასაწევად იმისთვის, რომ საქარავნო გზები, სავაჭრო გზები გაივლიდა თუ არ გაივლიდა ამ ტერიტორიაზე, თუ აცდებოდა მას. არაფერი არ შეცვლა, უბრალოდ საქარავნო აკლემების მაგივრად დღეს არის ნავთობსადენები, გაზსადენები, სარკინიგზო მიმოსვლა, საჰაერო მიმოსვლა, საავტომობილო გზები ეს ჩაანაცვლა. აი ამ საუბრის დასაწყისში თქვენ თავად თქვით, რომ ჩვენ სამწუხაროდ ძალა არ გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ჯეროვანი წინააღმდეგობა გავუწიოთ. მოდი გამიკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ კონკრეტულად თქვენ ოპოზიციას თუ ჩვენ მთლიანად მოსახლეობას?
კონკრეტულად ყველას, იმიტომ რომ ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ხელისუფლებას და რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერზე მზად არის, სროლაზე მზად არის და ეს გამოჩნდა, ხო კიდეც რა? გამოჩნდა და დღევანდელი პროცესი რა არის? რას გულისხმობთ? ვის ესროლა ქართულ მოძრაობას? თვალები დათხარეს ხალხს და დღეს საქმეა აღძრული ბატონი გახარიას წინააღმდეგ ამ ბრალდებით. ხო, მაგრამ გახარია ამბობს, რომ არ გამიცია ეს ბრძანებაო და ხელისუფლება ხო ეს იყო? ხო და იხოს გამოძიებას, ხელახალ გამოძიებას იწყობს. იწყობს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან მე ის კაცი ვარ, რომელიც სროლის დაწყების დროს ვამბობდა, რომ გახარიას არ შეიძლებოდა გაეცა ეს ბრძანება, იმიტომ რომ წუთიც კი არ იყო გასული საუბრის დამთავრებიდან, ის უბრალოდ ვერ მოასწრებდა. ჩვენ საუბრობდით, მე და გახარია. ნუ შუამავლის მეშვეობით მე ვესწრებოდი ხო ამ საუბარს და ვერ მოასწრებდა უბრალოდ ბრძანების გაცემას, ოღონდ ამაზე კი არ მაქვს ლაპარაკი კონკრეტულად. რაზე საუბრობდით? გარკვეულწილად რაღაც ტიპის მოლაპარაკებები იყო? კი, შევთანხმდით და ოპოზიციური პარტიის ლიდერები მელია, ვაშაძე, მე ვარ იმთქვი, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა ესე კოდარზე ვენოკივით აკიდება, ნამდვილად არ მინდოდა რომ არ იქა მომეცა შანსი რომ რაღაც დიდ მოლაპარაკებაში მივიღო მონაწილეობა. იქ ჩემზე გაცილებით წონიანი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, თავიანთი პარტიის ხელმძღვანელები და თავმჯდომარეები, გიგი უგულევა, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია. და ჩვენ ავედით ჩემთან ერთად ავედით კიბეებზე და პოლიციას უთხარით რომ აი გახარიასთან შეთანხმების შესაბამისად აი მოვედით რომ შეუშვათ და ჩემ და გასაკვირად აი ჩემს თვალწინ დაიწყეს გადატენა და სროლა გაზის ხელმძღვანელობის 2019 წლიდან დღემდე არის გასული რა ვიცი რამდენი წელი ხო 7 წელი დაიწყო გახარიას შეეძლო ეს აქამდე ეთქვა ეგ ხო გახარიას უნდა დაუსვათ ეგ შეკითხვა მე სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი ეს ხელისუფლება ყველაფერზე მზად არის წავიდეს მე ვნახოთ ხო რა გაგრძელდა 2019 წელი არაფერი არ არის იმასთან შედარებით რაც მე 2021-ში მოხდა როდესაც სანომრე ნიშნების გარეშე მე არ ვამბობ რომ სპეცნას სახელი და გვარები უნდა ეწეროს ოღონდ სანომრე ნიშნები უნდა კონდეს გამოძიებას ხელისუფლებისავე გამოძიებას რომ დაჭირდეს უნდა შეეძლოს მოქმედების უკან ვინ დგას იმის სახელი და გვარის დადგენა მე არ ვამბობ რომ ადამიანებს უნდა შეგვეძლოს თუმცა თუ საჭირო იქნება და კრიმინალი იქნება ჩადენილი მაშინ უნდა ადამიანებამდედაც მივიდეს ინფორმაცია ვინ იყო ამ ნომრის უკან მაგრამ რა ვნახეთ ჩვეულებრივი ბანდები დათარეშობდნენ და საქართველოს მოსახლეობას ფიზიკურად ხეცურად უსწორდებოდნენ ეს ხელისუფლება მზად არის ისროლოს ამიტომ ვამბობ რომ საქართველოს დღეს ჩვენ არ აქვს ეუთოს მოსკოვის მექანიზმიც არ იქნება გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი იმ შემთხვევისთვის თუ ისევ რაღაცა გაიზრდება საპროტესტო მუხტი და ხელისუფლებას დაჭირდება მსგავსი საპოლიციო ძალების ჩარევა. აი დღეს ცოტა გავრცელდა ინფორმაცია მე კი დავაზუსტე კიდეც თქვენთან რომ ხართ თუ არა თქვენი ოპოზიციური პარტიების შორის ვინც იწყებს ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. გითხარით ანუ კონკრეტულად რას ემსახურება ეს ასე ვთქვათ ინიციატივა და თუნდაც აი ამდენი თუნდაც BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ არ იყო საკმარისი დრო იმისათვის რომ ეს ინფორმაცია უკვე გქონოდა თავმოყრილი. ის BBC-ის ფილმიც არ გასულა იმის გარეშე რა ქვია მასალების garaში ისიც ეყრდნობოდა რაღაც ინფორმაციას ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა არსებობს ოღონდ ერთია ინფორმაციები რომელიც არის BBC-თან თავმოყრილი და მეორეა როდესაც ამას ოფიციალური გამოძიების ფორმა მიეცემა ახალი არაფერი არ გაკეთდება სინამდვილეში ეს მასალები მოძიებულიც არის შეიძლება ახალი აღმოჩნდეს უბრალოდ ადამიანები მიხვდნენ რომ უი თურმე მეც მოისმენენ თუ რაზეა ლაპარაკი მე აღმოაჩინონ რომ მათაც ჰქონდა თურმე იგივე სიმპტომები ამიტომ დამატებით შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანები თორე ასეთი ადამიანები უკვე გამოჩენილიც არის, უკვე აკრებილიც არის, ინფორმაციაც მიწოდებულია. ოღონდ იმოქმედებს თუ არა ეს ქართულ ხელისუფლებაზე. ამ კონკრეტულ მოკლევადიან დროში მოქმედებს რამე ამ ხელისუფლებაზე. ეს ხელისუფლება ხო პირდაპირ არის დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რასაც ისინი აკეთებენ, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თან მოქმედებენ ერთი მარტივი ძალიან აი ვიგინდარული, არ ვიცი, აი უღირსი პოზიციიდან გამომდინარე. როგორ ფიქრობ, Deep State-ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი არ უნდა ვახსენოთ, რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა დავძაბოთ, მაგრამ ამერიკა შეგვიძლია როცა გვინდა თავში ხელი წამოვარტყათ. როგორ ფიქრობ, რა იმალება ამის უკან? პუტინი ძლიერია და ამერიკა სუსტია? რანაირად შეიძლება ბედავდეს ერთი და იგივე ხელისუფლება ევროპელი პარტნიორების, ამერიკის სახელმწიფო მოხელეების, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების ღია შეურაცხყოფას, ღია დაპირისპირებას და ამ დროს ასეთი ფრთხილი იყოს რუსეთთან.
ზურგსუკან. როგორ ფიქრობ რა იმალება ამის ზურგსუკან? ამათი გულადობა კი არ იმალება ამის ზურგსუკან. ამის ზურგსუკან იმალება ნაძირული გათვლა. პუტინი არის ნაძირალა და შეიძლება გცემოს. ამერიკა ხო მაინც არ იკადრებს იმას, რისიც ამათ ეშინიათ. ამიტომ თავხედობენ იმასთან, ვინც წესებით თამაშობს. თავხედობენ იმ ხალხთან და არ ითვალისწინებენ იმათ ას, ვისთვისაც ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში. ეგ არის ანიდაბანი. ამიტომ ამ კონკრეტულ გამოძიებას მოკლევადაში ექნება თუ არა შედეგი, არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციის შეგროვება ამ ეტაპზე რა მიზანს ემსახურება? რომ იმან ის რაც არის ჩვენი მოსაზრებები მიიღოს გამოძიების სახე და დადასტურება უკვე როგორც ფაქტმა და არა როგორც მოსაზრებებმა. ის იქნება შესაბამის დასკვნა შემდეგ უკვე იქნება სახელმძღვანელო ეუთოს დამფუძნებელი სახელმწიფოებისთვის სახელმძღვანელო იქნება, ანუ ამ დასკვნით იხემძღვანელებს და სავალდებულო იქნება ამ დასკვნით იხემძღვანელოს ყველა სხვა სახელმწიფო შეხვედრა, როგორც ვიცით ხო, ეუთოს ექსპერტებთან ოპოზიციის, როგორც ჩანს, სწორედ ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა საჭიროება, რომ ეს ინფორმაცია იყოს რაღაცნაირად. მინდა გითხრა, რომ ძალიან ბევრი რამე იციან, უჩვენოდაც ბევრ რამეს გააკეთებენ, როგორც შეგიძლიათ გითხრათ. ის რაც ხდებოდა მათ შორის ისეთი რამეებიც კი გითხეს, რომელიც ჩემთვის მაგალითად არ იყო ცნობილი. არაფერი, სახელებით, გვარებით, ადამიანები, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებიც რო პრობლემების წინაშე იყო და მე ვაბრალებდი პირობითად ვამბობ სხვა დაავადებას, შეიძლება გამოწვეული იყოს და ინსპირირებული ყოფილიყო სწორედ გაზის ზემოქმედებისაგან, რომელიც მაშინ უბრალოდ არ გამიაზრებია. მაგრამ რა სიმპტომებზია საუბარი, იმიტომ რომ შესაძლებელია ვიღაცას კიდევ ენიშნოს, ხომ, რომ მასაც ეს სიმპტომები ჰქონდა და უბრალოდ ვერ უკავშირებდა, რომ შეიძლება და ყოფილიყო გამოწვეული სწორედ აქციაზე ყოფნის გამო. სამედიცინო ტერმინებით ლაპარაკი გამიჭირდება უამრავი აუტოიმუნური პრობლემების წინა პლანზე წამოწევით, იმიტომ რომ რომელიც კონტროლირებადი იყო და შემდეგ მოწამვლის შემდეგ გახდა არაკონტროლირებადი, იმიტომ რომ პირდაპირი კავშირია თურმე ამათ შორის და ასე შემდეგ. შორს აგვიყვანს ახლა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რამე ვთქვა, რომელიც არა, საიდუმლო კი არა, უბრალოდ რადგან არ არის ეს ჩემი პროფესია. არა მარტო, არა არც ეგ არ შემაწუხებს, უბრალოდ არა ვარ ამ საქმეში და ტერმინიც კი შეიძლება რამე სასაცილო ვიხმარო და გამოჩნდეს რომ ძალიან არ ვიცი. თქვათ რომ ექსპერტთა ჯგუფი არის იმაზე უფრო მეტად ინფორმირებული, ვიდრე ჰქონდათ ამის მოლოდინი. ამიტომ ეს ყველაფერი მივა ბოლომდე, ოღონდ რას ამბობს ხელისუფლება, საკმარისია ამ ექსპერტთა ჯგუფთან შენი პოზიციები დააფიქსირო, რასაც ფიქრობ, ეგ შეიძლება აი ამ მუხლით ბრალდებით წაგიხედონ, იმიტომ რომ თურმე კობახიძის წინააღმდეგ რამეს თქმა, ეს არის თურმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობა. სხვათა შორის. თუმცა თანამშრომლობს ვიცით რომ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენელი იმყოფებოდა, ხო? საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რომ თანამშრომლობს, ის იცავს ხელისუფლებას, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ ხელისუფლებას, მაშინ ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ მეტი ხوارაფელი ეს მუხლი, რომ სიმართლის თქმა ამათ მიმართ, თურმე ეს არის სახელმწიფო საბოტაჟი. არ უნდა თქვა თურმე ვიღაცა რო ცუდია, არ უნდა თქვა რომ შინაგან საქმეთა ministri დასასანქცირებელია მის მიერ ჩადენილი საქციელების გამო. რატომ? იმიტომ რომ მე სადღაც ვერ წავიდა სანქციის გამო და თურმე ამან დააზიანა სახელმწიფო. კობახიძეზე არ უნდა თქვა რომ ცუდი არა, მხოლოდ კარგია უნდა ვიძახო. ეს აღმოჩნდა თქვენთვის ოპოზიციისთვის, გავიგე, მაგრამ აი თუნდაც ეს პრეცედენტი, რომ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ძალიან მძიმე მუხლებით, სწორედ იმის გამო, რომ სხვადასხვა დროს საჯარო სივრცეში მათ გამოიყენეს ასეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად ფრონტის ხაზი, გავტეხოთ სიტუაცია, რევოლუცია უნდა მოხდეს. საჯარო სივრცეში გახსოვთ იმედმა რომ გაუშვა ის რა ქვია მოპოვებული მასალები, საოცარი მოიპოვეს საოცარი მასალები და ერთი მასალა იყო იმაში დედაენის ბაღში ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ზურაბ ჯაფარიძის, მაგრამ აი გიორგი ვაშაძეს იყო საოცრება საერთოდ პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოსვლა ოფიციალური ტრიბუნიდან ოფიციალური სხდომაზე გამოსვლა მას საიდუმლო მოპოვებულ მასალად გამოაცხადეს და ხალხს მოასმენინეს კიდევ ერთხელ პარლამენტის სხდომაზე, ანუ პარლამენტის სხდომაზე პარლამენტარის პოლიტიკური მესიჯები მას ბრალად წაუყენეს ხალხო. ანუ საცხოვროთ ხდებით? ანუ ეს არის სინამდვილეში ხელისუფლება, რომელიც აკეთებს ქვეყნის საბოტაჟირებას ყველა მიმართულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სასწრაფო და უცნაური. აი ეს პრეცედენტი შემაკავებელი ფაქტორი, ანუ იგივე ეუთოს თავში კავებს, ოღონდ პრობლემა არის სხვა რამეში. პირდაპირად კავშირებს მიუხედავად იმისა, რომ
ელექტრონული ურთიერთობების თემაში ვცხოვრობთ ერაში. ანუ არ არის აუცილებელი პირადი შეხვედრა, დისტანციურადაც შეიძლება ელაპარაკო, ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ადამიანებს. მაინც აქვს ხო პირად შეხვედრებს მნიშვნელობა, რო ვფიქრობ, რატო ჩამოუარეს და ჩამოართვეს ყველას პასპორტები. რა იყო ამ ხალხს ადრე არ შეეძლო გაქცევა ამ ქვეყნიდან, წასვლა ამ ქვეყნიდან, რომელი მათგანის მიმართ აქვს ისე ჭირო ისინი გაიპარებიან და დატოვებენ ქვეყანას. ოღონდ სწორედ იმიტომ ჩამოართვეს პასპორტი, რომ ამ წუთში რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხელისუფლებას, ეს არის გარედან ზეწოლა, რომელიც შენელებულია, მაგრამ აუცილებლად დადგება ამის დროც, ისევ გაიგვიძებს, ისევ, იმიტომ რომ საქართველოს არ არის ის რეგიონი, რომელიც მუდმივად დარჩება ყურადღების მიღმა. შეუძლებელია პირიქით, ზედმეტად დიდი ყურადღების ქვეშ ვართ, მათ შორის ჩვენი მტერი სახელმწიფოების მხრიდან. აი ამ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებლად არც ერთი მათგანი არ არის უზღუდავს ხელისუფლება, მაგრამ თვით შეზღუდვა არც ერთ მათგანს მე ჯერ ვერ ვატყობ და არ მგონია რომ ზეწოლაზე და ოპოზიციის გეგმებზე ცოტა მოგვიანებით ერთი საკითხიც დამრჩა, რითაც მინდა ეს თემა ამოვწურო, რომ ვგულისხმობ ქიმიური ნივთიერებით აქციის მონაწილეების შესაძლო მოწამვლის ფაქტებს. ხელისუფლება ნიშნის მოგებით ამბობს, რომ აი ამ პროცესშიო სად გაქრაო კამიტიო, ანუ აღარ ფიგურირებსო და ანუ ამაზე რას უპასუხებდით? ისევ არის ეს თემა აქტუალური. მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ქიმიურ იარაღზე არის კიდე საუბარი აი ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ეუთოს ექსპერტებისგან მიიღეთ, ფიქრობთ ისევ მიდის მუშაობა ამ თემაზე? რა თქმა უნდა აქტუალურია, ჯერ ერთი გაგახსენებთ კარგად, რომ გომელაურმა თქვა, რომ კონკრეტულად სწორედ კამიტით შეძენილი იყოვო, ოღონდ წინა ხელისუფლებამ შეიძინაო. ხო, მაგრამ მე გადათქვა რამდენი. რა მნიშვნელობა აქვს რა გადათქვა, მაგრამ თავარი სხვა რამეა. ის არ არის პროკურატურა, რა ქვია, BBC-ის საგამოძიებო კომისია. BBC-ის საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სავარაუდო დასკვნა, რომ აი ეს სიმპტომები წყალთან ერთად კომბინაციაში იძლევა კამიტი. ეხლა დასადგენია იყო ნამდვილად კამიტი, თუ იყო რომელიმე სხვა ქიმიური ნივთი და ნივთიერება და რა მნიშვნელობა აქვს ემა კონკრეტულად კამიტმა გამოიწვია. როგორ არ აქვს მნიშვნელობა იმ მოწამლას კამიტი გამოიწვევს, თუ იგივე რეაქცია აქვს რომელიმე სხვა ქიმიურ ნივთიერებას და თუ შერევას ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან დაზიანებას შეიძლება გამოიწვიოს სიკტილამდეც კი. მაშინ მნიშვნელობა კამიტით მოხდება ეს პრობლემა. მე არ ვარ ამ საკითხების ექსპერტი, მაგრამ თვითონ კამიტის ხსენებამ თუნდაც BBC-ის საგამოძიებო ფილმში გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი, ხო? მე მინდა უბრალოდ დავაზუსტო ახლა, ანუ ეუთოს ექსპერტები ისევ მუშაობენ გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ისევ მუშაობენ და მივლენ ან დადასტურებამდე, ან უარყოფამდე. ეს არ დარჩება გაურკვეველი. ეს არ არის ამით დაიწყო ხალხო. გომელაურის აი პირველ კომენტარში ნახსენები კამიტის შესაძლებელია მათთვის იყოს უფრო მეტი პლევაძიების საგანი. ამან მიცა ამ პრობლემას ამან მიცა ყველაზე დიდი რეზონანსი და ამიტომ ეს აუცილებლად ან დამთავრდება დადასტურებით, ან დამთავრდება უარყოფით. ოღონდ შეიძლება უარყოფის დროს გამოიკვეთოს, რომ არანაკლებ ძიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი. და გარდა ამისა, ემა წეღან ვამბობდი, რომ ესენი თვითონ არიან ამ ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის მომწყობები მეთქი. ეხლა 105 წლის თავი არის ხვალ საქართველოს დიდი ოკუპაციიდან 1921 წელს და ეხლა ხო ეს შემთხვევითი ხო არ არის, როდესაც ოცნების პროპაგანდისტები რაღაც თემას ამოწევენ წინა პლანზე და გაგახსენებ კარგად, რა თქვა ეგრეთ წოდებულმა უცნობმა თუ ჯანდაბა, გრეჩიხამ თუ რაღაც ჯანდაბამ, რომ მარო მაყაშვილი თურმე კომუნისტებს და ბოლშევიკებს კი არ მოუკლა, იმ ხელისუფლებამ უკლა. ხო, ამ ხელისუფლებამ დღეს ეგ უარყო. ოღონდ სამაგეროდ რა დაიწყო კიდევ ერთხელ გააქტიურება, რომ 2008 წელი არის ამას მუდმივად ამბობენ, ხო? როდის რა აქტიურდება, ამას აქვს მნიშვნელობა. როცა ევროსაბჭო რომ აბრალებენ, რომ არა, სააკაშვილის აბრალებენ. ვერ აიცილა ეგ კიდე ნაკლები ბრალის აღენება, რამე შეიძლება ვერ აიცილო თავიდან, შეგეძლოს, არ შეგეძლოს, მაგრამ პირიქით ესენი სააკაშვილის აბრალებენ, რომ 2008 წელი არის
მიხეილ სააკაშვილის შემოქმედება მე გთხოვ დაუკვირდეთ უკვე ტექსტებს და დაუკვირდეთ სიხშირეს. თან როდის ხდება ეს ყველაფერი, როდესაც კაია კალასი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი არ შეიძლება მოგვარებულად ჩაითვალოს რეგიონალური პრობლემების მოგვარების გარეშე და რუსეთს თუ უნდა რომ პრობლემა მოგვარდეს, აი რუსეთი რო ამბობს, ნატო ნუ მომიახლოვდება და ქართული ოცნების მომხრეები ამას რატომღაც იყენებენ რუსეთის გამამართლებენ არგუმენტად. აპა რა სიზამს რუსეთი? ზუსტად ასევე რუსეთს ეუბნებიან, რომ თუ ლაპარაკი არის 97 წლის საზღვრებში დაბრუნებაზე, რუსეთიც უნდა დაუბრუნდეს 91 წლის რუსეთს. ანუ გავიდეს მათ შორის საქართველოსთან და აი ეს პოზიციას საქართველოს ხელისუფლების რომ საქართველოს დაიწყო ომი, კოსოვოს აღიარება თვით საფუძვლად რა დაედო, ვინც აღიარა იმათვის. არა, არ ვიცი. რო გენოციდს სერბები უწყობდნენ გენოციდს და თუ ჩვენ აფხაზებთან ომი დავიწყეთ, თუ ჩვენ ოსებთან ომი დავიწყეთ და არაერთჯერადად 92-ში, მერე 2008-ში, მაშინ ამ ხალხის დამოუკიდებლობას თურმე წინ არაფერი აღარ დაუდგება ხვალდაზე და ეს იქნება სწორედ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული. ეს სიტყვები არ რჩება შედეგის გარეშე. თურმე ამ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საბოტაჟს და დივერსიას აკეთებს, ეს არის სწორედ ქართული ოცნება და ღრმად ვარ დარწმუნებული და იმედი მაქვს მომასწრებს ღმერთი, ესენი გასამართლებიან სწორედ ამ მუხლით, ოღონდ სამართლიანად და არა ისე როგორც რვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ არის საქმე აღძრული. თითოეულ ქართველს, მაგრამ ამათ არ ვიცი მე ნამუსი გააჩნიათ, არ გააჩნიათ, როდესაც პოლიტიკური პარტიები ლევან ხაბეიშვილი განსაკუთრებით ბესო დონაძე ამ ხელისუფლებაზე ლაპარაკობდა იმას, რის გამოც დღეს იჭერენ, თვითონ იჭერენ. მაშინ ქართული ოცნების მომხრეები გვაგინებდნენ ოპოზიციას, დღეს აქებენ იმას რა ქვია ირაკლი კობახიძეს. ამ დროს ირაკლი კობახიძე როცა ფარველობდა, როცა იცავდა და პოლიტიკურ უზრუნველყოფას უკეთებდა პარლამენტიდან, ჩვენ ვამხელდით. ზუსტად ასევე ვეუბნები ქართული ოცნების მომხრეებს, პატრიოტ ქართველებს, ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების ხელისუფლების აი ეს პოზიცია, რომ საქართველოს დაიწყო ომი, შეიძლება ერთ დღეს ჩვენ შემოგვიბრუნდეს აფხაზეთისა და ოსეთის ოფიციალური აღიარების საფუძვლად და არ ვიცი, ამ ხალხზე ალბათ მაინც არ იმოქმედებს არაფერი, იმიტომ რომ ამ ხალხს საქართველოს სახელით თავისი კეთილდღეობის გარდა სინამდვილეში არაფერი არ აინტერესებს. თქვენ თქვით, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დასავლეთიდან ზეწოლა ქართულ ოცნებაზე არის შენელებული. სხვათა შორის ყულევის ტერმინალის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დღეს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ მათ ევროკავშირს გაუგზავნეს დოკუმენტაცია და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირი დარწმუნდება, რომ ყულევის ტერმინალი არ არის საშუალება რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა მე სხვა რამ მინდა კითხოთ, ანუ ეს შენელება რას უკავშირდება ამ გარკვეულ შეუთანხმებლობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თუ ოპოზიციის შეუთანხმებლობას ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ხო საუბარი ამაზე არის დღემდე, რომ ერთობის ჩამოყალიბება ოპოზიციას სჭირდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, როგორც პოლიტიკური ალტერნატივის დემონსტრირებისთვის. ოღონდ მოდი ერთ პატარა შეკითხვას, იმიტომ რომ მე ამ შეკითხვის პასუხზე მინდა ავაგო პასუხი იმ შეკითხვის, რომელიც თქვენ დამისვით. ყულევზე გაუგზავნეთ მასალები. მოდის მერე დაუწყეს ანგარიშის გაწევა. აი მას შემდეგ რაც დადგა საფრთხე იმისა, რომ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლების დაკარგვა და მილანში ჩასვლა არ ჩასვლის შესაძლებლობის ალტერნატივის წინაშე დადგა, კალაძეს ფეხებზე დაიკიდებს. მილანში ჩასვლას ოღონდ არ დაკარგოს ხელისუფლება. ოღონდ ყულევის დასანქცირება სწორედ იმას ურტყამს, რაც მათთვის საინტერესოა, ეკონომიკას და ბიზნესს. მათ შემოსავლებს შეიძლება დაარტყას. ამიტომ კეთილი ინებეს და გაუგზავნეს მასალები. არ ვიცი ისინი საკმარისად მიიჩნევენ თუ არა ამას. არანაირი სურვილი არ მაქვს სხვათა შორის, რომ მათ შორის ყულევიც და ზოგადად საქართველოს
საქართველოს მონაწილეობდეს რუსეთის ხელშემწყობად რუსეთ-უკრაინის ომში და მონაწილენი ვიყოთ იმ ბავშვების და ხალხის მკვლელობისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინაში, უკრაინელის ხალხისა. მაგრამ გადავდოთ ეხლა ეს ყველაფერი გვერდზე, აი ნახე რა ტკივათ ეგ ყველაფერი თურმე, მაგრამ რატო ახლა ეს ყველაფერი შეჩერებული? რო ტკივათ სწორედ ამიტომ ჩამოართვეს პასპორტები, რომ ეს მუშაობა შენელდეს. ბევრი რამის გამო, მათ შორის ევროპა არ არის ერთიანი სტრუქტურა, ის ბევრი სახელმწიფოსგან შედგება, მათ შორის არის პირდაპირ რუსული ინტერესების გამტარებელი ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი და ასე შემდეგ, რომლებიც პირდაპირ ბლოკირებას ახდენენ, ვერ მოახერხეს შეთანხმება. ვინ ვერ მოახერხეს შეთანხმება? 20-დან ერთი არ დათანხმდა ხო სინამდვილეში. ანუ ვერ მოახერხეს შეთანხმება, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით სწორია, ოღონდ სინამდვილეში არსობრივად სინამდვილეში შეთანხმებული არიან უბრალოდ პუტინის ნაძირალა, ფინია, ბატონი ორბანი არის ამის ჩამშელი და წინააღმდეგი. მაგრამ ესეც გადავდოთ ერთი წუთით გვერდით, პრობლემებს რა გვიქმნის? პრობლემებს გვიქმნის ხო კი რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გარეთაც ჯერჯერობით ვერ წადექი და ყველა შიგნით ხალხო კიდე არ არის დიდი პრობლემა თქო რა. და იმიტომ რომ ამ წუთში გარეთ გაცილებით უფრო სახიფათოა გარედან ზეწოლა ხელისუფლებისთვის და ამას უფრო უფრთხიან და თუ გვინდა რომ ეფექტურები ვიყოთ, რამენაირად უნდა მოახერხოთ რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გვაქვს შეიძლება დიდი განსხვავება შიგნით, ბიჭო გარეთ ხომ მაინც არა გვაქვს განსხვავება და იქ მაინც ვითანამშრომლოთ. ერთი პრობლემა ეგ არის, მეორე პრობლემა ის არის რომ დიახ ბევრი სახელმწიფოსგან შედგება და ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და მესამე რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, იმდენად დიდი გეოპოლიტიკური ძვრებისთვის ემზადება დღეს მსოფლიო, რომ ეგ ჩვენი პრობლემა ეს ჩვენთვის არის ჩვენი პრობლემა, სისხორცეული ყოველდღე მტკივა, ყოველდღე გვაწუხებს. მახსოვს ერთხელ გავიხსენე აი ცნობილი ქართული ფილმი, დურუ ხუჭვა რო უნდა გამოვიდეს და შეაგინოს და ზდილობიანი მეგრელი კაცი ამბობს რომ როგორ ამდენი ხალხის წინაშე ვერ შევიგინებიო და რა იციან მაგელმა მეგრულიო და როგორ კაცო არიციან მაგნემა მეგრული. ხო ბატონო დურო არიციან მეგრული. ანუ მთელი მსოფლიო არ ბრუნავს საქართველოს გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ არიციან მეგრული, თქვენ წარმოიდგინეთ უფრო მეტიც არიციან ქართული. წარმოიდგინეთ რომ არც ზოგმა არც კი იცის სად არის საქართველო. შეხოთაშორის რო იცოდეთ იმის რა ქვია შეერთებული შტატების კონგრესშიც კი შეიძლება იყოს ესეთი ადამიანები. ხომ დაეხმარებოდათ მეგრული სიცოცხლეში ვერ, მაგრამ იმაში მაინც რომ სად არის მსოფლიო რუკაზე სწორედ ის უნდა გავაკეთოთ რომ არიციან მეგრული, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, კიდევ მეტი აქტიურობა გვმართებს, რომ მათ რამენაირად გავაგებინოთ მეგრული, რომ არის ასეთი ენა, ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი, რომ ამ ხალხს აქვს თავისი ინტერესი და რაც ყველაზე მთავარია, რომ ამ ხალხის ინტერესი არის საერთო ინტერესის ნაწილი. ემა არავინ არ დაგვეხმარება, მე რატო ვთქვი წეღან ის და დავასრულებ ამითი სატრანზიტო ფუნქცია. სატრანზიტო ფუნქცია არის ის, რის გამოც ჩვენ შეიძლება სხვას ვაინტერესებდეთ. ჩვენ რო ეხლა ვიყოთ ისლანდიასავით სადღაც რომელიღაც კუთხეში, რა თქმა უნდა არავის არ დავაინტერესებ. ვერც მოძებნი ალბათ რამეთი დაინტერესოთ ჩვენ ეს არის ჩვენი უბედურებაც და ჩვენი ბედნიერებაც. ამის გამო ინტერესდებიან ჩვენი მტრები ჩვენით, იმიტომ რომ ეს ფუნქცია შეიძლება გქონდეს, ოღონდ ეს არის ასევე ის ბენეფიტი, რომელიც ჩვენ გვაქვს თუ გამოვიყენებთ სწორად. უნდა დავაინტერესოთ, უნდა დავანახოთ რა შეგვიძლია ჩვენ საერთო და საქმეში ჩვენი წინა შევიტანოთ. ბევრი რამე ყველაფერი ერთი მითხარით და ძირითადად ის რომ ზოგადად დემოკრატია ეგ ტექსტიც მაქვს ნათქვამი, დემოკრატია რთული რამეა. მე და თქვენ შეიძლება 10 საკითხიდან 8-ში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ 2 საკითხში განსხვავება შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ერთობის ვერ შემძლედა. რა საკითხებია ასეთი, როდესაც აგერ სასწორის სპინაზე დევს ზოგადად ქვეყნის მნიშვნელობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. დემოკრატია რაღაც ნაწილში ვერ იმის გამო რომ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით ერთზე, მაგრამ ნელ-ნელა ეგ პრობლემები ილახება განსხვავებით ავტოკრატიისგან, სადაც ბიძინა რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ადრე სხვას ამბობდა, ეხლა სხვას ამბობს, ადრე გმირს ეძახდა იმას, რა ქვია, ერთ მეორე იმას ჯანდაბაქვია პრემიერ-მინისტრს და მერე სამშობლოს და ქვეყნის მოღალატეებად გამოაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ყოველთვის მართალია. ამიტომ ავტოკრატიაში გადაწყვეტილების მიღება არის მარტივი. თავარი ეს გადაწყვეტილება სწორი იქნება თუ
არასწორი, თორე მარტივია ერთი იტყვის დანარჩენი ეთანხმება. წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის. დემოკრატიაში პრობლემები არსებობს, თქო ვამბობ. ვიღაცას ვიღაცა არ მოწონს, ვიღაცას ვარცხნილობა, ვიღაცას გემოვნება, ვიღაცას ვერბალური პოზიციები, ვიღაცა მართლა განსხვავებული ერთმანეთისაგან. პოლიტიკურ პარტიებს შორის ეგ არის განსხვავება. და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ასევე მოქალაქეებს აქვს ეს განცდა, რომ ერთმანეთის კრიტიკას ვიღებთ ერთმანეთის ლანძღვაგინებად და უი რა შვებით, რატო ვერ თახდებით? არა რაზეა ლაპარაკი, მე ჩემი ვთქვი, ემამ თავისი თქვა, მე რა რო განსხვავებული გვაქვს, მოდი იმას მივაქციოთ ყურადღება, რაც საერთო გვაქვს და ჩვენო ერთმანეთისგან განსხვავებულს ვამბობ, თუ მე მიმაჩნია რომ რაღაც საკითხში ემა არ ამბობს სწორს და მე ვიტყვი ამას, უინახე ემა გალანძღა. არა, არ გამილანძღია, უბრალოდ ჩემი პოზიცია ვთქვი. კი ბატონო, კარგი, მადლობა. მაგალითად ახლა აღარ გავაგრძელებ ოღონდ თემას, ეგრეთ წოდებულ არაბიზაციასთან დაკავშირებით არის პოლიტიკურ პარტიებს შორის სხვადასხვა შეხედულება, ხო, ვიღაცას მიაჩნია, რომ ამ დროში თუნდა ვიცით, ლელოსთვის არის ეს ასე არა მარტო, ვიღაცას მიაჩნია, რომ სინამდვილეში ეს არასწორია, იმიტომ რომ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოდეთ და არა. ეს თუნდაც არაბიზაციის საკითხი არის ხელისშემშლელი პოლიტიკური ერთობისთვის? არა. უღურე ხელისშემშლელი არის თუ მე ვიტყვი რომ არ ვეთანხმები ამას ვიღაცა რო აღიქვავს გინებად კრიტიკას რო აღიქვავს ლანძღვაგინებად და როდესაც ამორჩეველიც ითხოვს ჩემგან რომ არა ყველაფერში დაეთანხმეთ ერთმანეთს არა ყველაფერში ერთმანეთს საკითხია რომელზეც შეიძლება ვერასდროს ვერ შედგეს შეთანხმება და შესაბამისად ამიტომ არის ძნელი დემოკრატიებში შეთანხმებები, ოღონდ სამაგეროდ შეთანხმება არა, სადმე ვთქვი რომ შეუსრულებელია, ძნელია. არა, იმდენი პრობლემა და წინააღმდეგობა ჩამოთვალეთ, რომ რჩება ასეთი სამეცნიერება. ეს რეალობა ემა და ამ რეალობას უნდა ანგარიშის გაწევა და ნაბიჯ წინააღმდეგობების დაძლევა. ამიტომ უნდა წამოვწიოთ წინაპლანზე ის რაც გვაერთიანებს. და გარდა ამისა, ამორჩეველმაც უნდა მოგვცეს უფლება მე უნდა რომ რაშიც არ ვეთანხმები ლელოს, ან რაშიც არ მეთანხმება ლელო, ყოველგვარი ტრაგიზმის გარეშე ამის გამოთქმის უფლება გქონდეს. იმიტომ რომ მე დადგება დრო და რას მეტყვის, იცი? კი, მაგრამ ასე არ ამბობდით და ამ დროს მე არ ვამბობდი, მე ხარამეს ვფიქრობდი. თუმცა მე ამაზე თქვის უფლებას არ მომცემს. მაგრამ ეს არის ამ წუთში მაინც მეორე ხარისხოვანი, ჩემი საზრით, ცუდია რომ უფრო მეორე ხარისხოვანი თუ ამთავრებთ ლაპარაკს, თავარი არის რომ ამ ერთობაზე დღეს მიდის სერიოზული მუშაობა და ჩვენ რაც თავარია უნდა გავაცოცხლოთ საქართველოს ჩვენს პარტნიორებთან და საერთაშორისო ასპარეზზე. მადლობა აკაკი ბობუხიძეს, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთ სტუმართან გადავალ, მინდა გითხრათ რომ გვაქვს სიახლე ამიერიდან უკვე პალიტრენიუსის გადაცემების ყურება შეგიძლიათ ლაივ რეჟიმში ჩვენს YouTube არხზე და ძალიან მადლიერები დაგრჩებით თუ გამოიწერთ ჩვენს YouTube არხს და ესეც იქნება თქვენთვის კიდევ ერთი სივრცე, სადაც შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს გადაცემებს პირდაპირ ეთერში. ეკა ბესელია, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი გვერდება. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან როგორც იურისტთან, თქვენთანაც უпростоრედ დავიწყებდი საუბარს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე. დღეს ვნახეთ რომ ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და პირველივე ასეთ სხდომაზე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რომ სხდომა უნდა დაიხუროს. ყველას ძალიან აინტერესებდა ამ საქმეში არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და როგორც პროკურორმა განმარტა, მაგალითად არის მაგალითები, როდესაც შემთხვევის ადგილს, ანუ აქციების თავმოყრის ადგილს ფრონტად მოიხსენიებენ პოლიტიკოსები, როდესაც გიორგი ვაშაძე მოუწოდებს რომ უნდა გატეხონ სიტუაცია, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობს რომ ყველაფერი უკვე მისაღები იყო, უნდა მომხდარიყო რევოლუცია. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ეს იყოს საკამარისი მტკიცებულება იმისათვის რომ ამ ადამიანებს დაუმტკიცდეთ ბრალი? საღამოშვიდობის ქალბატონო ემა, მაყურებელს მივესალმები, მიხარია რომ შეგვიძლია უყუროთ თქვენ საქმეს უკვე YouTube-ზე პირდაპირ ეთერში. მადლობა. და პირველ რიგში მინდა მივესალმო პოლიტიკურ პატიმრებს, სინდისის პატიმრებს, უკანონო დატოსაღებულ ადამიანებს და ვიდრე პირდაპირ გიპასუხებდით ამ კითხვაზე, დღეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრის ირაკლი პაპიაშვილის დაბადების დღე და უცავ ის არის გამორჩეულად წესიერი ახალგაზრდა, ვისაც მე ვნახულობ ხოლმე ციხეში.
და სრულიად უდანაშაულობას ხდის სასჯელს გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად და სწორედ მის საქმეზეა ეს დაპატიმრებული ეს ერთი გამოკვეთილი აშკარა პოლიტიკური მოტივაციის საქმეა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, რომელიც თქვენ ახსენეთ, სამწუხაროდ სასამართლოს წარმომადგენლებს ყველაზე მაღალი ტვირთის მატარებელ ადამიანებს, როგორებიც არიან მოსამართლეები, ჯერ კიდევ არ ესმით, რას ნიშნავს პროცესის საჯაროობა. როგორ შეიძლება დახურო ის პროცესი, რომელზედაც ასამართლებ თითქმის უმრავლესობას პოლიტიკური ლიდერებიდან ოპოზიციური პარტიების და ბევრი პოლიტიკური ლიდერი ამ საქმეში, რომლის სახელდება თვითონ ფორმულირება არის ძალიან საეჭვო და უკვე თავშივე გიჩნდება ადამიანს განცდა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. და მით უფრო, როდესაც ასეთ საქმეზე არის პრაქტიკულად, ვიცი, ძირითადი ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი სასამართლოში ერთად თავმოყრილი. კი არ უნდა დახურო, უნდა გახსნა ეს პროცესი და აჩვენო ხალხს, რომ ხარ მართალი და მტკიცებულებები გაგაჩნია. მოსამართლე თუ ვერ უძლებს პროცესზე წინააღმდეგობას და ყველა ესე ვთქვათ, ყველა ჯერზე, როგორც კი კრიტიკული იქნება დაცვის მხარე პროცესს დახურავს, მას უბრალოდ არ ესმის, რას ნიშნავს პროცესის საჯაროობა, რომელიც კონსტიტუციამ აიყვანა ძალიან მაღალ ხარისხში, პირდაპირ თქვა, რომ შეიძლება პროცესი იყოს დახურული გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი აქვს ევროპულ კონვენციას მე-6 მუხტს და პროცესის საჯაროობა მიიჩნევა როგორც აუცილებელი ნიშანი, რომ სასამართლოს კონდეს ნდობა. ის რაც ახლა ბოლოს გააკეთეს, სხვათა შორის ანდრო ჭიჭინაძის და სხვა სინდისის პატიმრების საქმეზე, პირველად გამოიყენეს ახალი გამრუდებული ცუდი წესი, რომლითაც სასამართლო სხდომები დახურეს და დახურეს იმიტომ, რომ წამგებიანი იყო მათთვის იმის ჩვენება, რასაც მედია გადმოცემდა პროცესიდან და გადმოცემდა სიმართლეს, რაც ხდებოდა იმას უყურებდა საზოგადოება, რომ არ იყო მტკიცებულებები, იყო ფაბრიკაცია, იყო ვარაუდები და არ იყო არაფერი სერიოზული, რომლითაც შეძლებდი თქვა, რომ აი მაგალითად ანდრო ჭიჭინაძე, რომლის ბანერსაც კი ებრძვიან. ეხლა უკვე და მისი დღევანდელი განცხადებაც იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ანდრო ჭიჭინაძის საქმეს, ამიტომ მეტად ვიცნობ ამ საქმის დეტალებს და იმ დანარჩენი 11 სინდისის პატიმრის, რომელიც მასთან ერთად არის ასევე დატუსაღებული. ბანერს ებრძვიან, ეხლა საქმეს რო შეხედო, საქმეს როგორ გაუძლებს ადამიანი, სადაც არ დევს არც ერთი მტკიცებულება, ვისთვისაც ისინი მსჯავრს იხდიან და ვისაც პატიმრობაში არიან. და იმ პერიოდში, როდესაც ეს სასამართლოები და სხვაებიც, მათ შორის სხვა პოლიტიკური საქმეებიც პირდაპირ შუქდებოდა და მედია საოცრად კარგად მუშაობდა მართლაც ამ პროცესების ტრანსლირების დროს, მიხვდა ოცნება, რომ ეს იყო ძალიან წამგებიანი და წარმოუდგენელი ჩანაწერი გააკეთეს. იუსტიციის საბჭოს მისცეს უფლება მან იმშევლოს კონკრეტულ საქმეზე პროცესი გახსნას და თუ არსებობს ერთი პრეცედენტი მაინც, როდესაც იუსტიციის საბჭომ დააკმაყოფილა მედიის განაცხადი პროცესის ვიდეო გადაღების თაობაზე. ქალბატონებმა არა თუ პრეცედენტი არ არსებობს, უფრო მეც გეტყვით, არც ერთ განცხადებაზე, რომელთაც მედია წინასწარ მიმართავს ყველა სხდომის წინ და უბნება, რომ მოგვეცით საშუალება ამ პროცესების გაშუქების, პასუხებიც არ არის. არა თუ დაკმაყოფილება, პასუხიც არ არის. ჯერ საერთოდ წარმოუდგენელი ჩანაწერი გააკეთეს კანონში, რომ საქმის გამხილველი მოსამართლე კი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომელმაც უკეთ იცის. როგორ უნდა წარმართოს? ნუ წესით უკეთ უნდა იცოდეს, ეხა იცის თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ უნდა იცოდეს. როგორ წარმართოს სხდომა და იუსტიციის საბჭოს დაავალეს ამ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც არავინ არ იცის, როდის იკრიბება და საერთოდ იკრიბება თუ არა. და კანონი დაავალეს, რომ ის შეიკრიბოს, აი მაგალითად ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი ეხა 2 მარტს დასკვნითი სიტყვები გვაქვს.
და იმ სხდომაზე მედიამ უნდა გააშუქოს თუ არა, წინასწარ უნდა შეიკრიბოს საბჭო და უნდა გადაწყვეტოს ეს საკითხი. ჯერ ეს ხო არის პირდაპირ ამ საქმის განხილვაში ერთგვარი ჩარევა. ისი უფლებაც არავის არ აქვს კონსტიტუციიდან. აიცის საბჭო ლოგიკურად რო იმშელო ამ საქმეზე მედიისთვის დასაშოვლოა უფრო ესე ვთქვათ სასარგებლოა თუ არა. და რატომ უნდა გადაწყვიტოს საერთოდ იუსტიციის საბჭომ ეს საკითხი და არა იმ მოსამართლემ ვინც იხილავს. ეს ხო სპეციალურად გააკეთეს, იმიტომ რომ გაართულეს საკითხის გადაწყვეტა, იმიტომ რომ მოსამართლეს კონტროლი დაუწესეს იუსტიციის საბჭოს ხელი და რეალურად მედიის კი ბატონო, გასაგებია ქალბატონო ეკა, მაგრამ დახურული იქნება, ღია იქნება ეს სხდომები, იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ მედია დაესწროს და აღბეჭდოს სასამართლო პროცესს თუ არ დართავენ შესაძლებლობას მედიას, გადაწყვეტილება ხო მაინც გახდება ცნობილი. გამოვლენ როგორც ხდება ხოლმე ხო, უფლებადამცველები, გამოვლენ თავად ბრალდებულები თუ კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ ყოველ სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ და თავად გააკეთებენ განცხადებებს და შეაფასებენ პროცესის მიმდინარეობას. ანუ იგივე საბოტაჟის საქმეს რო დაუბრუნდეს და შემდეგ უკვე ანდრე ჭიჭინაძის და სხვების საქმესაც გავიხსენებ აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ შესაშური ერთიანობა აჩვენეს მსახიობებმა, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის, ახალი თეატრის მსახიობებმა ანდროს ბანერის დაცვასთან დაკავშირებით და ერთმანეთის მიყოლებით ყველამ დატოვა თეატრი და შემდეგ ანდრომაც ციხეში გააკეთა ეს განცხადება, მაშინ როდესაც ოპოზიცია ვერ შეთანხმებულა ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე იმის გამო, რომ რაღაცა პირადი შეუთანხმებულობები აქვთ. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ანუ საბოტაჟის საქმეს რო დავუბრუნდეთ, ხო თქვენ როგორც იურისტს მინდა კითხოთ და რეალურად ხა ამას მე მგონი არც ჭირდება რაღაცა სპეციალიზაცია, სულ ორი ვარიანტი არსებობს. ან უნდა ასე ვთქვათ გაამტყუნონ ბრალდებულები და შესაბამისად ძალიან მძიმეა სასჯელი თუ არ ვცდები მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 15 წელია, ან უნდა გაამართლონ. ვერ გაამართლებენ, იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად ძალიან წამგებიანი იქნება ქართული ოცნების. მე მგონი სხვა ვარიანტი არც არსებობს. კი, ზუსტად თქვენი ანალიზი ახლა ზუსტად ამბობს იმას, რაც არის შინაარსში ჩადებული. საბოტაჟის საქმე წოდებული აი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სრულიად ჩემთვის გაუგებარ ფორმულირებებს და ვერსიებს მოიცავს. ამ საქმეზე საერთოდ გამოუგნებელი გადაწყვეტილება მიიღეს დღეს, რომ ძალიან პროცესი დახურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ დაესწრება გარდა ხარეებისა. ანუ არც არავინ არ იქნება დარბაზში გარდა პროკურორისა და ადვოკატებისა. ეს კიდევ უფრო გამოუგნებელი გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან, რომლის მიმართ დღეს იყო ძალიან ესეთი დასაბუთებული აცილების საფუძველი, ხო? აღმოჩნდა ისეთივე ერთ-ერთი პროპაგანდისტი, როგორც აი გი აბაშიძე რო ყავდა, ციზმრებს რო ხედავს ვაკის პარკში რო დასეირნობს და იქიდან რო რაღაცა მოელანდება და მე ამას ვერსიებად რო წერს წინასწარ ოცნების დაკვეთით. აი ესეთი ექსპერტები, რომელიც ეხლა თურმე სასამართლოში მოუყვანეთ, მე არც ვიცოდი ამ მოსამართლის შესახებ, ეხლა გავიგე, მაგრამ უკვე არის აცილების საფუძველი და იმის ნაცვლად რომ აეცილებინა, საერთოდ პროცესი დახურა. ხო, ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ჭირდება კიდევ უფრო მაღალი გამჭვირვალობა და კიდევ უფრო მაღალი სანდოობა. ხა რა სანდოობა შეიძლება ქონდეს ამ გადაწყვეტილებას, როგორც თქვენ თქვით, იმიტომ ხო არ შეგიქმნა ეს საქმე, რომ გაამართლებელი განაჩენი დააყენო და აი გახსოვთ რომელიმე გახმაურებული პოლიტიკური საქმე, რომელსაც გაამართლებელი განაჩენი დადგა, არც მე არ მახსოვს ეს ბოლო წლებში ასეთი. და მით უფრო, როდესაც სხვა ვერსია აღარ არის ან საპროცესო შეთანხმება, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის ტოლფასია, შინაარსი და რომელზედაც არც ერთ პოლიტიკური ლიდერი არ დათანხმდება, ბუნებრივია, ხო, ეს თვითკოლობის ტოლფასია. და გაამართლებელი უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ასეთ კლანური მართვის პირობებში, სადაც ხოლმე რამდენიმე მოსამართლე დარჩა თავისუფალი, ასეთ საქმეებს ვერც ერთ თავისუფალი მოსამართლე ვინც დარჩა ის და რა გათვლა აქვს ოცნება თუ ის ამ გზით მიდის, რომ ყველას დააპატიმრებს, ყველას გაწელავს ამ პროცესს ჩემი ვარაუდით, ქალბატონობა, მე მაინც მგონია, რომ ეს რაღაცა დამოკლეს მახვილი ვიჭირდება ოპოზიციის თავზე ეს საქმე. მათ შეუძლიათ
გააგრძელონ, იმიტომ რომ თუ პატიმრობაში არ ეყოლებათ ეს პირები და გირაოს იყენებენ, ესეც ერთგვარი რაღაცა მენიშნა. ხომ თუ გირაოს ღონისძიებას რო იყენებ და არა პატიმრობას ესეთი მძიმე კვალიფიკაციის საქმეზე, ეს ერთგვარად მოიცავს შემდეგ ვეტექს. პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ მხოლოდ 9 თვიანი ვადა, ანუ განაჩენი უნდა დადგეს 9 თვეში. მაგრამ თუ გირაოს ქვეშ არის ადამიანი და საქმე გრძელდება, ბრალდების განხილვის ვადა არის 24 თვე, ანუ 2 წელი. შესაბამისად მეტი ვადა აქვთ, ანუ მე მგონია რომ უფრო ეს სჭირდებათ, რომ გაახანგრძლივონ ეს საქმე იმ ვადით, რა ვადითაც დაჭირდებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და რაღაცა პოლიტიკურ მომენტს დაუკავშირონ, ან პროცესს დაუკავშირონ. ესეთია ჩემი აღქმა, ეხლა რასაც ვაკვირდები ამ პროცესთან დაკავშირებით. ანუ უნდა დააყენებენ განაჩენს, უნდა გაახანგრძლივებენ და ამის საშუალება რა პროცესს შეიძლება დაუკავშირონ, აი არ ვიცი, სიტუაციის ან გამწვავება, ან პირიქით შერბილება. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ურთიერთობების დაალაგება საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს შეიძლება იყოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები, აი რა შეიძლება იყოს? ხო, 2 წელიწადში კალენდარული არჩევნებია საპარლამენტო, ხო, და ეს 2 წელი რაღაც შემთხვევით არ ვახსენე, საქმის განხილვის ვადაც კალენდარულად ემთხვევა. იქამდე თუ ინიშნება არჩევნები ვადამდელი რაღაც გარემოებების გამო, იქამდე შეუძლია დაამთავრონ, ან უნდა ფიქრობენ ალბათ, რომ როგორც დაჭირდებათ, ისე მოიქცევიან, იმიტომ რომ ამ ოპოზიციური ლიდერების გაერთიანება ერთ საქმეში, ასეთი ბრალდებით, ეს იყო სუფთა წყლის, აი წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ იყო სამართლებრივი აქტი. აქ ჩანს აშკარად, რომ ვიღაც დაჯდა, იფიქრა და ეს პოლიტიკური სურათი შექმნა. ამიტომ ეს ერთგვარად შეიძლება იყოს მათ შორის სავაჭრო თემაც, გარიგების თემაც, საერთაშორისო პარტნიორებთან თუ დაჭირდათ სასაუბროთ, მოკლედ ძევალი ყოველთვის ატარებს თავის თავში იმ შინაარს, რომ ვისაც ის აყავს მძევლად და ეხლა სამართლის სახელით აიყვარეს მძევლად ოპოზიციური ლიდერები. ეს ნიშნავს რაღაც გარკვეული შინაარსი პოლიტიკური დღის წესრიგის ამაში დევს პირდაპირ ზაკრობა და ეს არის ვერაგობა სისტემის. ხო, პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია ის კანონპროექტები, რომლებიც სულ მალე უკვე კანონის ძალას შეიცავს. მე ადრე გკითხეთ მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რადგან ახლოვდება ის ეტაპი, როდესაც უკვე შესაძლებელი აღსრულების მექანიზმი ამოქმედდეს, ანუ აი როგორ მოხდება უკვე რეალობაში ამ კანონის გამოყენება, ანუ პროკურატურა დაელოდება, რომ ეგებ სალომე ზურაბიშვილმა სადმე საჯარო განცხადებაში თქვას, რომ ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოში და ამის შემდეგ უკვე მის მიმართ რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს? ქალბატონოება, მე მომავლის პროგნოზში კი რაც მყოს სრულიად არანორმალურ ქმედებებშიც კი ძნელად ვეწევი ამ გადაწყვეტილებებს, ამიტომ მომავალში რაც ჩაიფიქრებენ და ვის რა მოუვა თავში როგორც მომწიფებული უკვე ვერდიქტი, არ შემიძლია ამის განსაზღვრა, იმიტომ რომ ყველაფრის დაშვებას ვაკეთებ უკვე და ყველაფრის დაშვებაში და წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ შეიძლება ყველაფერი მოიფიქროს, რაც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ თვითონ კანონებია სრულიად გამაოგნებელი. არაერთი გადაწყვეტილება აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც აკრიტიკებს ქართულ კანონებს, ამბობს, რომ არ შეიძლება კანონი იყოს ესეთი ბუნდოვანი და არა განჭრეტადი. ეხლა ეს კანონი რო განიხილოს და ჩვენ ვეძებთ შესაბამის გზებს, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მოხდეს ამ კანონების მათ შორის რევიზია სტრასბურგის სასამართლოში და იქნება ალბათ ამისი პრეცედენტი, ისე როგორც ეს გავაკეთეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომ საშინელი ცვლილებები შეიტანეს, ეხლა მაგალითად გავაგზავნეთ წინა კვირას ზურაბ ცეცხლაძის, ან ზვია ცეცხლაძის მამის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და ეხლა დავალოდებით
მიიღებს თუ არა სასამართლო ამ საჩივარს, ის ეხება მათ შორის ადმინისტრაციულ დაპატიმრებას და იმ კანონს, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს. ანუ პირველივე შემთხვევაში, როდესაც ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაციის შესახებ კანონს ამოქმედებენ და კონკრეტულ შემთხვევას, ასე ვთქვათ, შემთხვევისას გამოიყენებენ, თქვენ მისცემთ რეაგირებას? კი, აუცილებლად წავიღებთ ამ კანონსაც შესაბამის საქმესთან ერთად. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას აპირებენ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამ მოვლენების განვითარებას, მაგრამ ძალიან კარგად ეთყობა ამ მოგს, რომ ეს მიიღეს სწორედ სალომე ზურაბიშვილის გამო. არ წერია თორმე თუ არ წერია ესე პირდაპირ ხო, მაგრამ შეგვიძლია პირდაპირ ვიბარაუდოთ, რომ სწორედ ამის გამო გააკეთეს ეს ჩანაწერი. ანუ სალომე ზურაბიშვილის გამო თუ მიიღეს, მაშინ კონკრეტული შედეგის მოლოდინიც აქვთ და რაზეა გათვლა, რომ დააკავონ სალომე ზურაბიშვილი თუ აიძულონ დატოვოს ქვეყანა? ვერცეც ვერ მიაღწევენ, არ ვიცი რა გათვლა აქვს და რას ფიქრობენ, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ იქნება მიღწეული. ერთ-ერთი გამოხატვის თავისუფლების ნაწილია ადამიანი საკუთარ თავს ან ვინმე სხვას როგორ მოიხსენიებს, ხო? ამას ვერან ვერ შეუზღუდავს, იმიტომ რომ ამ კანონზე მაღლობი გას კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალიც. მეორე, საერთოდ ლეგიტიმაცია, ანუ ნდობა დაფუძნებული არის, როგორ აღიქვამს ადამიანი შენს პიროვნებას, ან შენს საქმიანობას. ამას კანონით ვერავის ვერ აიძულებდა, ვინც ეს მოიფიქრეს სრული სიშლეგე, რომ კანონით აიძულოს ადამიანები, რომ აღიარე და ეხა ამაზე ხარხარებს საზოგადოება და უკვე ძალიან ბევრს ოხუნჯობენ და საერთოდ კანონი რომ სასაცილო ხდება, უკვე ის არის უკრად შობილი, იმიტომ რომ კანონი უნდა იწვევდეს პატივისცემას მოქალაქეში. და უნდა კონდეს მოქალაქეს განცდა, რომ ის დაიცვას და არა დაარღვიოს და კანონზე რომელზედაც საზოგადოებას ეცინება და უკვე აი გადავიდა. თუმცა თუ კანონის აღსრულების რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ქალბატონო ეკა, თუ კანონის აღსრულების მექანიზმი ქართული ოცნების ხელშია, ანუ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, აი როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ ვერც ქვეყნიდან წასვლას აიძულებენ სალომე ზურაბიშვილს და ვერც პატიმრობით დაემუქრებიან. ქვეყნიდან წასვლას ვერ აიძულებენ, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ადამიანმა და სალომე ზურაბიშვილი არაპირებს ქვეყნის დატოვებას თუ რა. რაც შეეხება პატიმრობას, ამ ნაწილში ასეთი დარწმუნებული არ ხართ? შეიძლება უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ამისი ძალა მათ ეყოფათ. ხა ესე რომ მოიგონო რაიმე შეთხზა დააბრალო ადამიანს, ეს არ უჭერთ, ხო? ხედავთ, რომ უამრავი ასეთი საქმეა დაბრალებული დანაშაულობების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ამისი უთავი და უნარი ახლა ამათ არა აქვთ. დავალოდოთ მოვლენებს, არ ვიცი ხა წინასწარ მე. ხო, ასე რომ მკითხოთ შესაძლებელია, რა ვიცი, გრიგოლ ლილუაშვილიც უდანაშაულოდ თვლის თავს. თუმცა ვიცით, რომ ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. რატომ ვახსენე ლილუაშვილი? ბოლოს აუცილებლად მინდა კითხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აი იმ ასე ვთქვათ რაკურსიდან, რომელსაც თქვენ ხედავდით მაშინ, როდესაც ქართული ოცნების კოალიციის წევრი იყავით, გუნდის წევრი იყავით, მოკლედ და შიდა სამზარეულოდ ძალიან კარგად იცით. ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ. პირველ რიგში საინტერესოა თქვენი შეფასებით კოლცენტრების საქმის მთავარი სამიზნე ვინ არის და ანუ რას გვეუბნება პროკურატურა, როდესაც ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამერიკა მის გამოაცხადა რუსეთის ასე ვთქვათ ჯაშუშად, ხო? FSB-ს ჯაშუშად და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, აი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კრიმინალური პარტნიორები იყვნენ. აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად ადამიანურ ენაზე ეს მოცემულობა შეგვიფასოთ. ჩემთვის არის აი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიმინალური ისტორია პრაქტიკაში მინახავს, ჩემთვის რაღაცა მართლა გამოუგნებელი მოხაზვა იყო ამ ორგანიზებული დანაშაული, სადაც ერთ მხარეს არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ლილუაშვილი, აქეთ ყოფილი გენერალური პროკურორი, იქ მე აქეთ ჟურნალისტად წოდებული კილაძე, ელისო, რომლის მიმართ ჩემი აზრი ყოველთვის ჰქონდა და არ გამკვირვებია რაც მოვისმინე, ყოველთვის ვიცოდი რომ თანამშრომლობდა გარკვეულ სამსახურებთან და ხა პატიმრობაში ყოფი ადამიანის მიმართ არ მინდა კიდე მეტი რაღაცა ესეთი ძიმე ფრაზები გამოვიყენო, მაგრამ ნუ ყოველ დღე გამოშვებით ჩემზე რო წერდა ზუსტად ვიცოდი რომ შეკვეთილი იყო და ლილუაშვილზე გაგიკვირდათ თუ ფარცხალაძისგან არ ელოდებოდით? არა, ლილუაშვილი გამიკვირდა, ხა ფარცხალაძეც არ გამკვირვებია უკვე მისი ბოლო ისტორიები, რაც უკვე ჩანს. მაგრამ აი ლილუაშვილის მხრიდან კოლ-ცენტრების აი ამ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა მე არ ვიცი ეს რამდენად დადასტურებულია და რამდენად არის საერთოდ რამე მტკიცებულება, მაგრამ გამაოგნებელი არის თვითონ ეს სქემა. ხო? დავისაბათ ცხადი ეხლა ხო საუბრობთ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსად. ან ეს ადამიანი იყო ჩვენ პერიოდში. მე როცა პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ისის კომიტეტის თავმჯდომარე იყო რეგიონალური შესაბამისი პროფილური კომიტეტის და შემდეგ გადაიყვანეს ის უსაფრთხოების სამსახურში, ამიტომ ეს არ ვიცი, აი მართლაც მოულოდნელი იყო, შემიძლია გითხრათ და ვერ გავაკეთებ უფრო მეტ დეტალურ კომენტარს, მაგრამ თვითონ ეს ჯგუფი, რომელიც ამხილეს ქართული ოცნების პირობებში, საკუთარი თანაგუნდელები, ხო ისინი უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში გადავდექი და იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ დიდი ინტერესები დაედაკა ერთმანეთს და დაეჯახა შესაძლოა სხვა კოლ-ცენტრების რაღაცა მეპატრონეთა ინტერესები არ ვიცი, ან კიდე შეიძლება უფრო მძიმე, თუმცა ფარცხალაძის თემა კიდე სხვა არის, ხო, მკვლელობის, უმძიმესი მკვლელობის ეპიზოდში აქ მას ბრალი წარდგენილი და თქვენ არ გამორიცხავთ, რომ შესაძლებელია არსებობდეს კოლ-ცენტრები, ვისაც სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ და ფლობენ? როგორ ჩანს? კი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში, საქართველოში არის უამრავი კოლ-ცენტრი, ყველა ამაზე ლაპარაკობს, რაღაც სხვადასხვა ჯგუფი ამას აკონტროლებს. თქვენ ხო გახსოვთ, გასულ წელს იყო სწორედ ჰელსინკის კომისია, როდესაც დადო ძალიან მძიმე დასკვნა და თქვა, რომ კოლ-ცენტრების მფარველობა მიდის ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. და პირდაპირ დაადო ხელი მმართველ პარტიას. მაშინ ამაზე არ ვიცი, ეღიმებოდა ზოგს ისტერიკა დაემართა, მაგრამ ფაქტია, ხო გამოჩნდა, რომ აი ეს არის ძალიან ღრმად გადგმული სისტემური და ორგანიზებული ტრანსნაციონალური დანაშაული, რაღაცა დიდი სინდიკატი. აქ შეიძლება იყოს სხვა ჯგუფი, რომელსაც ეს ჯგუფი დაეჯახა და ალბათ მომავალში კიდევ უფრო გამაოგნებელ ამბებს გავიგებთ. ხო, სხვადასხვა როლიდან ადამიანები როგორ არიან ჩართული კოლ-ცენტრების ამ გაქვთ რაიმე ინფორმაცია თუ უბრალოდ ასე ვთქვათ ეს თქვენი არა, მე არ ვიცი კონკრეტული სახელები და გვარები, მაგრამ სმენია, რომ არის კიდევ სხვა ჯგუფი საქართველოში, რა ამით ამოიწურა, და ვინმე გამოავლინა ეს ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მხოლოდ ბრალის წარდგენის პირველ სტადიაზეა. ჯერ ხო არ დასახელებულა მათი ოფისები სად არიან? ერთი და ორი ოფისი ხო არ არის, აქ არის დიდი ორგანიზებული ჯგუფი. სხვა ჯგუფები სად არიან? სხვა შემსრულებლები სად არიან? მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ადამიანი აღმოჩნდება ამ ორგანიზებული დანაშაულის ქსელში. საკმაოდ ბევრი ადამიანია. ხელისუფლების მოქმედი წევრებიდან თუ ისევ ასე ვთქვათ ყოფილების სოდვების დიახ, ხელისუფლების მოქმედი ყოფი პირებიდანაც მათ შორის, იმიტომ რომ ესეთი ორგანიზებული დანაშაული თბილისში, რომელიც სოკოებივით მრავლდება, ეს არ ხდება მფარველობის გარეშე. და უნდა ალბათ რაღაცა დრო გავიდეს, რომ ის სხვა ჯგუფებიც გამოჩნდნენ, ვინც ამ დანაშაულებრივ სისტემაში არიან ჩართული. ქალბატონეკა, უნდა დაგემშვიდობოთ, რაიმე სიახლე ხომ არ არის თქვენს ასე ვთქვათ სურვილთა თუ გაცნობებ, როცა მე ექნება ამის ხარიბაშვილთან ასე ვთქვათ ციხეში მონახულებას გულისხმობ, არაფერი ჯერ. გაცნობებ, რა თქმა უნდა, ეს კონსპირაციულად ხოლმე შედგება. კეთილი, მადლობა ეკაბესელიას, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ ლელა ჯეჯელავა ცოტნე კობერიძე შემოგვიერთდებიან.
მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ ყველა ძველი წყენა შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და შეგვიძლია გამარჯვებამდე ბრძოლა. ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის. თუ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ, ეს პოლიტიკური განცხადება დღეს კიდევ ერთხელ ისმოდა სასამართლო სხდომათა დარბაზიდან და მიხეილ სააკაშვილი იყო აი ამ მოწოდების, ერთიანობისკენ მოწოდების ასე ვთქვათ, ავტორი. თუმცა მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით დაპირებული ერთობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციას არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში არ საუბრობ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებზე, საუბრობ იმ ოპოზიციურ პარტიებზე, ვინც აი ამ პროცესში, მოლაპარაკების პროცესში ჯერ კიდევ მონაწილეობს. რელა ჯეჯელავა, ექსპერტი, ცოტნე კობერიძე, პოლიტიკოსი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ცოტნესგან დავიწყებ ამ თემაზე საუბარს და აი მაგალითად მე მგონია, რომ უკვე ერთობაზე, ერთობის შექმნა, არ შექმნაზე საკითხი რაღაცა დაემსგავსა ყვავილზე, ყვავილის ფურცლებზე მკითხაობას, რომ გამოვა ერთობა თუ არ გამოვა ერთობა, გამოვა ერთობა თუ არ გამოვა ერთობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი ხელის შემშლელი, რაც აბრკოლებს ამ საკითხზე უბრალოდ საბოლოო წერტილის დასმას? ჩემთვის ყვავილზე მეტად უფრო რაღაცნაირად ბომბს გავს, რომელიც გინდა რომ ჯერ იმას შეტენოს, იმას შეშეკტენოს და არავის არ უნდა ხელს შეაუფეთოს. ერთობის თემა არის ეგეთი საკითხი, არავის არ უნდა გამოსწეს როგორც ერთობის ჩამშლელი, თვითონ მას მიეწეროს და იმის იქით ყველა ლაპარაკობს როგორ უნდა ერთობა და წლები ეგრძელდება და ეს ერთობა არ გამოდის. იმიტომ არ გამოდის, რომ ერთობა არ უნდა ამხავს ეს ერთად ყოფნა და რა გინდის სოქნად, გინდასე არ გამოდის და მე მაგის არ მჯერა. მათ შორის ეხლა მეც რო ვაკრიტიკო, გავუხარდებათ, იმიტომ რომ იტყვა, რომ ერთობა არ გამოდის, იმიტომ რომ უპარტიო პოლიტიკოსები მაგალითად ამაზე ესე საუბრობენ, ამის ცელებებიც იყო და იმის იქით ჩემთვის კომიკურად ჩანს და არ ვიცი, მე რამდენად შეიძლება ეს კითხვა დაისვას და მე რამდენად შეიძლება ამაზე პასუხი ვიფიქრო კაცი. მანამდე რომ ეს საკითხი საბოლოოდ არ იქნება, ასე ვთქვათ, წერტილდასრული. არ იქნება, სანამ არ გამოჩნდება ზოგადად რა არის საკეთებელი, გინ ცალკე, გინ ერთად. იმის გამო რომ ეს არ ჩანს რა არის ხა საკეთებელი, რა უნდა გავაკეთოთ, მიდი ძირითადად ამ ფორმებზე დებატები და მოსახლეობას მოქალაქეს უნდა გამოსავალი სტატუს-კვოს ცვლილება, ხო თქვა ოპოზიციურ მოქალაქეს და ხა ის უყურეს ამას რომ ხა ამ სტატუს-კვოს შეცვლის ფორმულას ცოტნე ცალკე მეტყვის ერთად მეტყვის დიდად არ მგონი ხა მისთვის განსხვავებული იყოს. მას უნდა რომ გამოსავალი დაინახოს. რადგან ამ გამოსავალს ესე ვთავაზობ და ვინც კი რაღაცა თქვა ის ან მოღალატედ ირიცხება ან სუსტა შეკრული ან რაღაც ან როგორ გაბედე და რევოლუცია დააპირე, ან როგორ გაბედე და არჩევნებზე გახვედი, ან როგორ ბედავრო პოლიტიკაში არ ამწვავებ, ან როგორ ამწვავებ და არ არსებობს რაღაცა ტიპის ფორმულა, სადაც ყველა ერთიანად თან ხდება და ამის მიდის იმის იქით აზრი არ აქვს. თუ რამე საქმე არ მოფით, რომელიც ერთად უნდა ვაკეთოთ, თავისთავად ეს ერთობა ფორმა, ფუბლოდ ფორმა არის და ამიტომ რო არაფერი სალაპარაკო არ არის ხოლმე, ყოველთვის ესე ხდება ხოლმე. ან არსებობს არჩევნები, რომლის დროსაც არჩევნო კამპანია არის და უკვე გადადიხარ, როგორ ფორმატიც არ უნდა იყოს, უკვე გამოკვეთავ რაღაც კონტურებს და იმაზე საუბრობ, ან მე არჩევნების მერე ხდება არაღიარება შედეგების და მე შემდეგი შუამავალი დრო, როცა არსებობს უსაქმურობის დრო, ურესურსობის დრო, უყოლაფრობის დრო, ამ დროს ყოველთვის მიდის საუბარი ერთობაზე, რომ რამის კეთებაში ჩაგვეთვლება, თუნდაც ტყუილად ჯდომას, ტყუილად რამის კეთება ჯობიასავით არის, მაგრამ თვითონ ეს სიტყვა დევალური და ჩემი აზრით კომიკური ხდა, მაგრამ ავ დიდად არც მე არ ვაპირებ რაღაცად რა ვაკრიტიკო. თუ იმეს უნდა ერთობა გაერთიანდეს. მე არ მჯერა რომ გაერთიანდებიან, მაგრამ რა ისაუბრონ. ქაუტონელა, თქვენ თუ გჯერათ რომ გაერთიანებიდან და თქვენთვისაც ხომ არ განიცადა ზოგადად აი ამ სიტყვამ ერთობამ დევალვაცია. ჩვენთან მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ჩვენთან იმდენმა სიტყვამ უკვე განიცადა დევალვაცია და თავის არს აცდა და მართალი გითხრა იმედი, ოცნება, ყველაფერი დევალვირებულია უკვე. ნუ ახლა ერთობასაც რომ ეს დაემართოს, მე არ გამიკვირდება, მაგრამ ხა თავისთავად ერთობა მექანიკური არავის არაფერში არ სჭირდება, იმიტომ რომ ნუ რაღაც სუბიექტების ერთმანეთის მიმატებით არაფერი არ შეიცვლება რეალურად. ეს ხო საერთაშორისო კობახიძემ დღეს რომ ნუ
0+0 არის ისევ 0, ანუ მიანიშნა რა, რომ პარტიების რეიტინგი, რომლებიც ერთობაზე საუბრობენ, ნამდვილად არ არის სახარბიანი. აქაც იმდანად რეიტინგთან არის საქმე. მიმაჩნია, რომ ცოტა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, რომ არიციან რა არის საკეთებელი და ამიტომ არ ხდება გაერთიანება. და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ რისგან ძალის ცენტრის შექმნა არის აუცილებელი, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ძალის ცენტრი, ბიძინა ივანიშვილი, ანუ ხელისუფლება და მის ხელში აკუმულირებული ძალა და ამას ფაქტია, რომ სჭირდება თვითონ საპირწონე. როგორ შეიძლება არ იცოდნენ, როდესაც აგერ 2 წელია უკვე უცვლელია დღის წესრიგი, ეს არის პოლიტიკური პატიმრობის გათავისუფლება, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ანუ საკეთებელი რა არის რეალურად იციან. არის საჭირო, ეს შეიძლება გახდეს რომელიღაც ერთი პოლიტიკური პარტია და მთელი ხალხი და სრულიად საკმარისი იყოს, თავარი რომ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. რას ვის ვცვლით კი არა, რას ვცვლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ არ შევთანხმდით იმაზე, ჩემთვის ეს არის, რომ ეს სისტემა თავიდან ბოლომდე არ შეიცვალა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის ჩანაცვლებას ჩემთვისაც კი, როგორც მოქალაქისთვის, როგორც პოლიტიკური ექსპერტისთვის, არანაირი აზრი არ აქვს. თუ მე არ მექნება მკაფიო წარმოდგენა, რომ ეს სისტემა, რომელიც არის ძალიან მახინჯი და გარდა მაგისა, იმდენად ტოქსიკურია უკვე, რომ თვითონ შიგნით დაიწყო, ასე ვთქვათ, ამ ტოქსინების მუშაობა და სისტემის წარმომადგენლების, აი გახშირებული თვითმკვლელობებიც ამისი მანიშნებელია, ხო, იქსუსის იქ წარმომადგენელი, იქ პოლიცია, იქ აჭარის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან მძიმე ვითარება და ჩვენ რომ იგივე წრეზე არ დავტრიალდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ის, როგორ არ უნდა დავტრიალდეთ იგივე წრეზე. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. მეც პირადად მექანიკური ერთობის სრულიად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ძალის ცენტრი რომ უნდა გაჩნდეს ალტერნატიული, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სად არის ეს პოტენციალი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ცენტრის შექმნისა და ქალბატონ ლელას ეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ჩვენ იმაზეც კი არ ვართ ჩამოყალიბებული რეალურად რას ვცვლით და როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა ისე რომ იგივე ასე ვთქვათ წრეზე არ წავიდეთ. და რამდენად არის რეალურად ამის საფრთხე? ისიც არ არსებობს კაფეოთ ხვალ არჩევნები დაინიშნოს, ვინ გადის არ გადის და რეალურად მხოლოდ რა შემთხვევაში გავა ოპოზიციური სპექტრი. ხო, ხა გუშინ წირო პარტიები დაარსდება, ცხადია, ხა ეს პარტიები იმიტომ არსდება, რომ რამე არსებულ სიტუაციაში არჩევნებზე გადის, ხო? ხა სხვა პარტიები, რომელთაც შეიძლება აიკრძალონ, რას როგორ იზამონ, რას აპირებენ, მათ სხვა ხედვა იქნებათ და ვინ როგორ უნდა გაიქცეს, მეც არ ვიცი ხა რომ გაიქცეთ რა, ლელოს რო ეძახი მოღალატეს და უსურსპეცრობაში მონაწილეს მერექებას უწყებ ანალოგიურად ერთმანეთთან გაყიდული სახელი, მაგალითად ის რომ თქვათ ახალი დაფუძდა ეგრე და ფული რო დაიხარჯა ბიზნეს ფული იყო გილაურის გავლით რა ბრალდებაც მოდის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან. ამბობს აგერ სააკაშვილი დავივიწყოთ პირადი წყენებიო, ანუ თუ ეს საკითხები პირად წყენებამდე დადის. პირამდე ასასქროლი უბრალოდ თემები და საკითხი არის. ერთ კვირაში პირიქით დაიწერება და უბრალოდ ესე გრძელდება ცხოვრება, თორე ის ადამიანები დაივიწყებენ კი არა, არ შეიძლება აღარ უსმენდეთ ამ საკითხს, თორე ხა იმისი კიდე ხა თავმოყარი ადამიანი როგორ დაივიწყებ ამ ამბავს, ხა ის ბრალდება ხო არ არის რომ შენ სხვანაირად უყურებ ქვეყნის განვითარებას ეკონომიკას. ეს არის საკითხი, რომ შენ გონი ხარ თუ არა ხელისუფლებასთან შეკრული და ხელისუფლებასთან შეკრული თუ გონი ვარ, რანაირ ოპოზიცია ვარ. ან ჩვენ ერთობას რაზე აქვს, ბარემ ბიზნეს გავერთიანდი, ორიგინალ კოდს მაინც გავერთიანდი, კოდზე მის ხმიყუდოს ხო ჯობია. ან მაშინ იტყვებოდი და ზადიყავი რომ და გეშანტაჟებინე, ოღონ შენთან მოვიდე და თუ არა და გამლანძღავ და გამლანძღავ ამ ფორმით და ან მაშინ იტყვებოდი, ან ეხლა იტყვები რომ თორე ეგეთ რამის გადავახო ვერ ხდება. ხო და ამ საკითხში იმის იქით რა გაერთიანებს, შემოდ არავის არ გონია ეგ ერთობა იქნება, უბრალოდ ყველა ხა დაკავებული რომ გამოჩნდეს თითქოს ყვითო ყველაზე მაკონსოლიდირებელი და რო ერთობის მოსუნია და მას არ შეჭირდებათ ეს ამომრჩევლის თვალში რაღაცა ფულების დასაწერა. რაღაცის გამფუჭებლობად რომ გამოვიდეს, თორე იმის იქით არავის ამის არ ჯერა, იმიტომ რა შეკრავს აი ესეთ ერთობას, ერთ-ერთი ხომ რამე იდეოლოგიური საერთო ხედვა, რომელიც არ არსებობს საერთოდ იდეოლოგიისგან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თითქმის ის არის აღარ არსებობს, მეორე არის ხომ რესურსები. რესურსები აქვს ლელოს და ლელო მე ამ გონია გაერთიანებისთვის ფული დახარჯოს.
ამიტომ ამის იქით მე არ მჯერა აქ რამეს რა გაერთიანებს თუ არ იქნება და რესურსი და ამ რესურსის ხათით არ იქნება კაფეო იდეოლოგიური ხედვები, რომლის გამო ეს მოხდება. მე ხედავ რომ არც ერთი არ არსებობს ახლა ქართულ პოლიტიკაში და ამიტომ ეგეთი გაერთიანებების იქნება საუბარი, მაგრამ რეალური ნაბიჯი არ გადაედგება. შეიძლება გადაიდგას, მე რო ვიყო ახლა და რო უყურებდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ისავალაგებდე როგორც მე მინდა. სავარაუდოდ ვინც 2016 წლამდე ნაციონალურ მოძრაობის წიაღში იყოს, ის ხალხი რო ერთად იყოს, ბევრად გასაგები იქნება რაღაცა ტიპის პოლიტიკურ მოთხოვნას უპასუხებს, შეიძლება კაფეო იდეოლოგია არ იყოს, მაგრამ ქართულ ოცნებას პროპაგანდისტიც რომ ყველა ასე ვთქვათ ნაცებად შეერაცხოს. საზდოოს ამ პროპაგანდით, რომელიც წარმოჩნდება ყველაზე მეტ რადიკალურ ეყოლებს და დაპირისპირებულ ქართულ ოცნებასთან ის კრავს ყოველთვის დაახლოებით 25-30%, რომელიც იყო მათი თავარი რეიტინგი და მაგის შეკვრის პოტენციალი არსებობს, მაგრამ თუ იმის ფონზე არავინ გარჩენილზე გასვლას არ აპირებს, მოკლედ სანამ ეს არ გავიკო, რომ მე როგორც პოლიტიკოსი ვაგროვებ A ჩემთან ერთად მოჭუბრებს, B ჩემ ამორჩეველს თუ C ჩემ უბრალოდ დამლაიქებელს, დამშეარებელს Facebook-ს და ვარ როგორც ინფლუენსერი, სანამ ეს არ გავიკო ვირას აპირებს, მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ სანამ პოლიტიკურ თამაში არ მოფიქრდება, რომ თქვა ჩემზე გადაირიეთ, ძალიან მოგეწონეთ, რაში არის ის, რაშიც მომყვებით, არის ის პოლიტიკა, რაშიც მომყვებით. ეს თუ არ გარკვევა პოლიტიკა არ იარსებთ, რომ პოლიტიკა არის მართვის ხელოვნება, მართვას ჭირდება ძალაუფლება, ამიტომ დღეს უნდა დაგანახო მე ძალაუფლებას რა ფორმით ვაპირებ, მივახლოვდე რევოლუციით, არჩევნებით თუ რითი და ჯერჯერობით მხოლოდ ვრჩებით დამლაიქებლების ძიებაში. ესეც ერთ-ერთი ფორმა ამ წამს შემეც თვით გადარჩენის, ანუ ქართულ პოლიტიკას ახლა უდგას თვით გადარჩენის პოლიტიკა ოპოზიციურ მხარეს და ვირა ფორმით გადარჩება, ეგ იქნება ეს. დამლაიქებით გადარჩენილი პოლიტიკის არ მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იყოს და პოლიტიკური კლასი ამით გადარჩეს, თუ ეხლა ეს ზოგადად ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობაში როცა თქვით ეს მართლა რეალობაა, რომ ვიღაცები და არა დაუშვათ გროტესკი ისევ, თორე ნამდვილად წარმოუდგენელია. გადარჩენის საფრთხის წინაშე დგას ოპოზიცია, ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. ადამიანების შემოდება, როგორ უნდა ედგეს წესით გადარჩენის საკითხი, გუში რო პოლიტიკაში შემოვიდა, ხო? აი თავისუფლების მოდანი გუში შემოვიდა პოლიტიკაში. სართული გუშინ შემოვიდა არის ეს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შესაძლებელია შექმნას ალტერნატივა, რასაც პოლიტიკაში ყოფნას მარტო სურვილი არ ყოფნის, ამას რესურსი სჭირდება და რესურსი სჭირდება ძალიან ბევრნაირი, ინტელექტუალური გავლენები სჭირდება, ფულზე აღარ ვლაპარაკობ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იდეა ჭირდება, ვინმე რამე ახალი განსაკუთრებული იდეით მოვიდა. მე მაქვს ერთი კითხვა, აი ცოტნე არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი და საერთოდ მე ვთვლი, რომ ნელ-ნელა სისხლის ცვლილება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის რომ გადარჩეს, ჩემთვის არის ეს, რომ სისხლი ნელ-ნელა უნდა გამოიცვალოს, ანუ სხვანაირ მართლა ინტოქსირებულია და ამას რა ჭირდება? აი ძალიან კაფეო მაგალითი გვაქვს, როგორ ლაგდება რეგიონი. აი ძალიან კაფეო მაგალითი, რა ფუნქცია და როლი აქვს რეგიონში აზერბაიჯანს, რა როლი აქვს სომხეთს, როგორ მიდის ამის შესასრულება. მე ვკითხულობ, ვინმე ერთი პოლიტიკოსი გამოვიდა და მითხრა, რა ფუნქცია უნდა კონდეს ხვალ რეგიონში საქართველოს, აი ამ ტანდემთან ერთად, სომხეთ აზერბაიჯანთან ერთად, მარტო კორიდორი არ არის და შუა დერეფანზე რო ვლაპარაკობთ, ქვეყნის ფუნქცია. გარდა ამისა, მე მაინტერესებს, ვინმე მითხრა, აი ახალ რეალობაში, როდესაც იშლება ყველა ვხედავთ უკვე ძველი საერთაშორისო წესრიგი, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა ყალიბდება. ამ ქვეყნის განვითარების ალგორითმი როგორი უნდა იყოს, რას უნდა დაეფუძნოს, ეს თუ არ მითხარი, ამაზე თუ არ მელაპარაკე, ვიცი რა და ამ ყბადაღებულ მშვიდობაზე რომ ვლაპარაკობთ, რომელიც დიდი რისკები, არასდროს ესე მაღალი რისკები არ ქონია, რომ ხა თავზე დაგვემხოს ყველაფერი, იქიდან გამომდინარე რა ვითარებაც ახლა რეგიონშია, გულისხმობ ირანს, სომხეთში არჩევნებია ჩასატარებელი და ასე და შემდეგ. ამაზე თუ არ მელაპარაკე, მარტო 1000 ლარიან პენსიაზე რომ მელაპარაკები, შენ ხვალ ვიქნები თუ არა პოლიტიკურ რუკაზე, ისიც რომ არ ვიცი. საწავიღო ეს 1000 ლარი პენსია. ცოტა მონაწილეობდა იმ დებატებში, რომლის თემაც თუ ზუსტად მახსოვს, იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, რისკები და
ასე ვთქვათ, არ ვიცი, შედეგები, ხო? დაახლოებით ასე ერქვა. ისე კმაყოფილი ხართ აი ამ დებატებში მონაწილეობთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხზეც კი ვერ შეთანხმებულა, ნაწილი მონაწილეობს, ნაწილი აპროტესტებს და აკრიტიკებს დებატებში მონაწილეებს. და მე განცდა მაქვს, რომ აქ დღეს ქართულ ოცნების პროპაგანდას უფრო მეტად დავარტყი, ვიდრე მათ მე დამარტყეს. და ამ ნაწილში მე მაგ მიზნით ვიყავი, წარმოადგენდი ჩემ თავს და ის ადამიანი, რომელიც ერთი სული ჰქონდათ იმ დებატებზე, ცუდად ყოფილიყავი, გამოსულიყავი მათ შორის ოპოზიციიდან, მათაც კი მოუწიათ ჩემი აზრით დაწერილი პოსტების წაშლა და იმის შეგუება, რომ რა ვიღაცას თუნდა დებატზე წასვლას, მას თავის მიზანი შეიძლება ჰქონდეს და ამ მიზანს მიაღწიოს და არ გაგშენებებას ვინმეს რამე დააშავა. ამ საკითხებს უნდა ისაუბრო და უნდა ის იგივე სამთავრობო მედია მათ აუდიტორიასთან წვდომა. კი ბატონო, მინიმუმ ის მესიჯი მაინც დარჩა ჩვენგან, რომ ჩვენ ძველავთ არსებული სტატუს კო როგორც არსებობს საერთაშორისო და უბრალოდ ესე ხოლოდ არჩენილად რომ თითქოს არ ვაღიარებთ რომ რუსეთი გვაქვს და ეს საფრთხე არსებობს და ჩვენ თვითონ ომის მე თვითონაც არ მეშინია თითქოს ეგაც და რომ არ არსებობს და ესე ჰარი-ჰარალოძე არ არის ხოლოდ აქეთ ოპოზიციაში არც ხალხი რომელსაც გვაღელვებს ეგ საკითხი ეგ არის მნიშვნელოვანი კარგად დაინახონ ამ პრობლემას რაც არის რომ ამ საკითხებზე არ საუბრობთ ყველაზე მეტად თავიჩინა არჩევნების წინ როცა ყველაზე მეტად იყო სასაუბრო მაშინ იყო გაცემული რაღაც ეგეთი ზოგადი ის რომ არ შეიძლება ოპოზიცია გამოიხმაროს ამ საკითხს იმიტომ რომ შენ რო ამაზე საუბრობ მათ შორის როგორც კი რეაგირება გაქვს, ეგ რეაგირებაც კი მათ პროპაგანდას აყოლას ჯობია და სიტყვა მშვიდობა ისო ქენით, რომ მათ ეპითეტად და მათ სიტყვად გადავაქციე და ჩვენ გვერიდება სიტყვა მშვიდობით ხსენება და ეგ არის პრობლემა. პრობლემა იყო მაშინ სიჩუმე და მაგრამ წააგო. პოლიტიკის არკეთება მაგ ნაწილში წააგო. ცხადი ეხლა მე არ ვარ საერთაშორისო პოლიტიკით გამორჩეული სპიკერი. არ არის ჩემი პირველადი ის, მაგრამ უამრავი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობა აინტერესებს ამით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში არ საუბრობთ ხოლმე. რო ჩართა ხოლმე არ მიდის საუბარი მიდის 2004 წლის საერთაშორისო პოლიტიკის მიხედვით. დილეტანტის თვალითაც ეგ ჩემი აზრით მარტივად ჩანს ხოლმე ამ გამოწვევებზე არ ვსაუბრობ. ეხლა ძალიან გახსოვდა იმიტომ რომ არიცის ოპოზიცია არა იმ ხელა პინაზე დაიდო იმ ხელა რამე რომ სიო ჩვენ რუსეთი ვარ და დამთავრდით ხამის ეკით მე რო ტელევიზორზე რო გესაუბრებ უკვე ჩავნა როგორც რაღაცა რა ვიცი გახარ და რა ლექციას მიტარებ თუ რამე შეგეცვა ლა და ამ ნაწილში ყველაზე ადეკვატური იყო ის ნაბიჯი მე რომ თუ რუსეთი ვარ თუ სარევოლუცია მაშინ გავედით 4-ში და ვინც გამოდივართ ეგ არის თორემ იმის იქით პოლიტიკა მოკვდა იმიტომ რომ თამას აიწია იქამდე რომ მე თუ რამეზე უნდა საუბრო უნდა დაგანახო ამას როგორ ცვლი იმიტომ რომ განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკის საუბარს უხდება როცა შენ რაიმე ტიპის ძალაუფლებასთან ხარ ახლოს ანუ რაღაცნაირი ზეგავლენა შეიძლება იქონიო შენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და შენ თუ იმ ნაწილში ხარო შენ ამ წამს ხელისუფალიც კი აღარ ყავს ან შენი პრეზიდენტი ვინც არის სალომე ზურაბიშვილია რომელიც შეხვედრებზე არ დადის ანუ არ ხდება ეგ რაღაც პოლიტიკა როგორი წარმოება ამაზე საუბარი გართულდა რომ კომიკურად არ გამოჩნდა ხა შენ პოლიტიკოსი უკვე ამ საკითხებზე ისაუბრა ანუ პოლიტიკოსის არსი დაიკარგა ეგ არის თავი პრობლემა სანამ ეს არსი არ აღდგება მაგან უბრალოდ ვერ ხვდები რა საკითხი შეიძლება ისაუბრო ხა კვერცხის ფასებზე კიდე მეტად ისაუბრებ როგორც შეიძლება მოქალაქე რაღაცა ექსპერტი მაგრამ როცა ესეთ გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობ და თან იძახი აქვე რომ აღარაფერს აზრი არ აქვს რუსეთი ვართ დამთავრდით ხო რუსეთიდან გეოპოლიტიკაზე აღარავინ არ გისაუბრება ტელევიზორიდან დამოკმაყოფილებელია აი ამ თქვენს შეკითხვაზე მოკლედ ასეთი განმარტება რატომ არ საუბრობენ გეოპოლიტიკურ საკითხებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები? აქ მარტო გეოპოლიტიკაზე არ არის საუბარი, კაც შენი ქვეყნის ფუნქცია თუ გეოპოლიტიკური ეს ვერც ევროკავშირი გაგისაზღვრავს მაგას და ვერც წესით არ უნდა გაგისაზღვროს და ვერც რუსეთი. შესაბამისად, კარგი დავუშვათ დღეს ოკუპირებული ვარ რუსეთისგან. ნუ ეს მენტალური ოკუპაცია როგორ დავძლიოთ ამაზე ხომ მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ცოტნე. მენტალური ოკუპაცია კიდე უფრო მძიმე რამეა, ვიდრე 20% ტერიტორიის ოკუპაცია და ეს როგორ გავარღვიოთ? ეს ამას არ უნდა გეოპოლიტიკა, ამას უნდა გქონდეს საინფორმაციო სტრატეგია, რომელზედაც უნდა ვიყოთ შეთანხმებულები, უნდა გქონდეს გზავნილები ისეთი ბოლოს და ბოლოს არსებობს სოციალური ქსელები, პლატფორმები, არსებობს რამდენიმე ტელევიზია, რითაც ახლა ვნახეთ რომ ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილისთვის გაიხსნა სამთავრობო ტელევიზია არის შესაძლებელი. აი როგორ გავარღვიოთ ეს მენტალური ოკუპაცია ჩვენი მოქალაქეებისა? რა არის მიზეზი?
ვინ არის მიზეზი, სად არის ამის პირველ წყარო, ამებზე რო ვილაპარაკოთ, ხო შეგვიძლია. როგორ შეიძლება, მე უბრალოდ არ მაქვს იმის დობა, რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში იქნება რაღაცა ტიპის ერთობრივი მესიჯები, რომელიც გამახსენს, რომ პირიქით ნახე ეგ წადი და ერთობრივი მესიჯი ის იყო, რომ თქვენ რასაც საუბრობთ, ეგ არ ვისაუბროთ. პირიქით იყო. მე და თქვენ როგორც გვინდომება ეგრე რო იქნება, მე მაგის არ მჯერა. ამიტომ ჯობია ყველა სათავისო მხარდაჭერა, სათავისო დობა მაინც მოიპოვოს, რომ იქ მაინც რაღაცა ტიპის თავმჯდომარეობა შეჭერდეს. ვიდრე ერთიანად ეგეთი რამის არ მჯერა. არ ვენდობ უბრალოდ მე მაგ ადამიანს, რომელსაც ლაპარაკი აიგრძალეს თვითონ საკუთარი ხელით ამ თემებზე. მაშინ როცა ქვეყანაში თავარი პრობლემა და უსაფრთხოება იყო და ყველანაირად ეგ იყო გაცემული, რომ ამ თემაზე არ უნდა ვისაუბროთ. ეგ ჩემს რაღაცა პრობლემა და მე ეგრე რომ უნისონში მათთან ერთად რაიმე აქ დაილაპარაკება საღი და ნორმალური. მაგის არ მჯერა და ის ახალი პარტიები თუ რაც იქნება, რომელიც დაიბადება, რომელიც ამ ძევლობიდან თუ გამოვა, ექნება აზრი და თუ იმაში დარჩა როგორც ეხლა არის მათ შორის თავისუფლების მოედანიც გონია რომ ისევ ამ ძევლობის ქვეშ არის რომ ისევ იგივე ნარატივებით იგივე სასაუბრო ენა მათ უნდა შეუთანხმო მაშინ იქ გაგრძელდება იგივე არაფერი განსხვავებული მეტი რესურსი და იმიტომ რჩება მძევლობაში თორე თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს ხედვა აქვს სტრატეგია იცის ტაქტიკა როგორ უნდა მივიდეს მიზნამდე რატო დარჩება ვინმეს მძევლობის ქვეშ ეს არის ჩემთვის სრულად გაუგებარი და მეც ბატონო ამიტომაც არ მჯერა რომ ვინმეს რამე აქვს და ახალი ცეკნით მაგას გაარგოს. იცით რა პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია გადასარევია, მაგრამ იცით რა მეჩვენება რომ ამ ადამიანებსაც ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვთ მე მგონი ეხლა რასაც ცოტნეს განვისმენ უკაცრავად თქვენ არ გეხებათ მე უბრალოდ თქვენი მონათხრობიდან ვაკეთებ დასკვნას რომ პოლიტიკაში ყოფნა და ხელისუფლებაში მოსვლა ეს ტვირთი არ არის არამედ არის პრივილეგია და ამ პრივილეგიისთვის უნდა ბრძოლა თან ხალხის მეშვეობით და ეგრე არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ მართლა საინფორმაციო ეპოქაში დღეს ხალხს ვეღარაფრით ვეღარ მოატყუებთ. ელემენტარულია ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების წყარო ხალხია დღეს ცოტნე არ არის ხალხი. არ არის ხალხი და ეს ჩვენ შეგვიძლია მარტივი ექსპერიმენტითაც ნახოთ სოციოლოგიური მისი ძალაუფლების წყარო არის მისი ფინანსური რესურსები და ძალოვანი უწყებები. ოპოზიციის ძალაუფლების წყარო რა არის? ოპოზიციის ძალაუფლება ოპოზიციამ უნდა შეძლოს თავისი ძალაუფლების წყაროთ აქციოს ხალხი და ამაზე უნდა მუშაობდეს და როცა ამაზე არ მუშაობ იცით რა მე სულ ნაკლებად მაინტერესებს რამდენჯერ შეხვდებიან ერთად იმას რომელიღაცა სასტუმროს ჰოლში 8 ოპოზიციური პარტია იქნება 5, 6 თუ 7 აი სრულიად არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა და მე მგონი არც არავისთვის ჩემთვის მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენიერ დღეს გამოვიდეს ვიღაც ამ შეხვედრიდან ან ერთი ან 8 და მითხრას რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჭირდება აი ამ ტიპ ჩვენი სტრატეგია არის რომ ბიძინა ივანიშვილს ვამარცხებთ აი ამ გზით დიდი მიტინგებია პატარა მიტინგებია რუსთაველზე დგომა კიდე ოღონდ უნდა ვიცოდეთ მიზანი რა არის და მიზნისკენ როგორ წავიდეთ მაგრამ დებატებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ მე ვიცი თქვენი პოზიცია როდესაც დებატები დაანოს და უკვე გვაქვს რამდენიმე ასეთი შემდგარი მაგალითი თქვენ როგორ ფიქრობთ რეალურად ანუ ის არგუმენტები რომელიც აი ამ დებატებში მონაწილეებს მოყავთ რომ ერთი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვუთხრათ ქართულ ოცნებას პირში რასაც ფიქრობთ და მეორე ხმა მივაწვდინოთ მათვე აუდიტორიას, ანუ აი ამ მაგალითებმა ცხადყო, რომ ეს მიზანი მიღწევადია ოპოზიციის მხრიდან? ხო, დებატები, მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ დებატები ეს არის შემოთავაზება ხელისუფლებისა, ანუ ეს არის მისი ინტერესების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი. რას იღებს ხელისუფლება ამით და რა უნდა? უნდა აჩვენოს, რომ რაღაცა დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში არის, უნდა აჩვენოს თავის მიზანის აქვს, რომ თავის ამორჩეველს აჩვენოს, რომ ამარცხებს და უგებს იმაში, რა ქვია, დებატებში ოპოზიციას. ნახეთ, ტერიტორიას ისარჩევს დებატებისას, ადგილს, თემებს ისარჩევს. წამყვანი მათია და დებატებში შეხვიდე და შენი არც ერთი პირობა არ დააყენო.
როცა ეს შეგიძლია. ნუ რა გამოდის, რომ მართლა მეორე ხარისხოვანი საზოგადოება ვართ, როგორც გთვლიან და უნდა დღეს ჟურნალისტს გამოაგდებენ პარლამენტიდან კითხვის დასმისთვის და ხვალ შენ დაუჯდები დებატებზე. ერთი პირობა მაინც დაგვესვა, რომ მინიმუმ ტროტუარზე გაჩერებისთვის ხალხი არ დაეჭირათ. აი ეს პირობა მაინც ყოფილიყო და მერე დამსხდარიყავით დებატებზე. თუ შენ აგრძნობინებ თავს, რომ არავინ არ ახარ, არავინ არაფრად არ ჩაქვთ. ცოტნე რას ფიქრობთ ამ თემაზე? ანუ შეიძლებოდა თუ არა დებატების გამოყენება იმისათვის, რომ აი ერთი პირობა მაინც ყოფილიყო დებატებში მონაწილეობა, მოკლედ გამოყენებული ყოფილიყო იმისათვის, რომ ერთი პირობა მაინც ყოფილიყო დაყენებული როგორც მოთხოვნა ხელისუფლების. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, ვინ აყენებს ვისი სახელით და ეგეთი რაღაც ფაქტორები არის. ახლა არ არსებობს ეგეთი რაღაცა ტიპის ერთი სუბიექტი, რომელსაც რაღაც ერთი რაღაც მოთხოვნა აქვს და ესე ხდება და ეგრე მიდის პროცესები. იმის ეგით მე ყველა თვითონ წვითავს რა გონია სწორი და რა არასწორი და ვის გონია თქვათ ზოგადად ბოიკოტის მიდგომა არის ყველაფერთან მიმართებაში სწორი და ვის სკეპტიციზმი აქვს და ვის არ აქვს თავარი არის ჩემი აზრით არის საუბრო ხალხის სახელით ან მე ვიყო წავიდე დებატზე როგორც სტუდენტების სახელით ხო მაშინათვე ყველა შეუძლია მე გამაკრიტიკოს ან როგორც ახალგაზრდების სახელით ან როგორც აქციის სახელით მე ხე ხო წავედი მივედი ჩემი თავის სახელით ვიცოდი იქ რა სიტუაციაც იქნებოდა არა თუ ისიც კი გამიკეთეს რომ ხაინდრავა გვერდზე დამისვეს უბრალოდ უხერხულობაც ქონოდა რომ რამე ისე არ მოლაპარაკე როგორც მე მინდოდა ან ფიქრობთ რომ განგებიყო ეს თვითონ შემოგთავაზეს დებატებში მონაწილეობა თუ თქვენი სურვილი იყო რომ მე შენ დამირეკე და შემოგთავაზეს ანუ თავად არჩევენ ვის შესთავაზოს არა იქამდე ჯერ მე საჯაროდ ქონდა ნათქვამი რომ რო იყო შემოთავაზება მე ყველანაირ დებატზე ვარ თანახმა მიხოთ იმისა რომ ოპოზიციურ შეკს უნიშნავსა ნაწილმა თქვა რომ არ იქნება წინასწარი განაცხადა ეს ამბავი იმის იგივე როგორც ვიცი მაგ დებატებზე სხვებს შესთავაზეს ჩემამდე ვინც უარი განაცხადა საჯარო დიაგო კაჭკაჭიშვილის პოსტი მახსოვს მე თავიდანვე ეს ან თვითონება შემოთავაზება კიდევ ის არგუმენტი რომ ეს ოცნებას თვითონ მეტად დაწყობს კი ვიღაცა დებატი აწყობს ვიღაცათა შეიძლება გაუვარდეს და არ აწყობდეს მაგრამ თავისთავად ის რაც ახლა მოხდა ეს იყო არაპროგნოზირებადი ეს არ გონია ოპოზიცია მოიქცა პროგნოზირებადად ის რომ ეხლა აქ დებატებს დანიშნავდა მეინსტრიმ ოპოზიცია აქ არ მოვა ეგ ხელისუფლება მისცადაც იცოდა ამიტომ ეს თავისთვის გააკეთა არა ეგ იცოდა თორე რომ ახლა უცბად ოპოზიცია რომ ისო მოდი მოვდივარ და დავჯდები და სახეს გაგახევ მაგ მოდუსით რო ყოფილიყო ეგ იქნებოდა მართლა რაღაცა სხვა რაღაცა ცვლილება რაღაცა რაზეც ოცნებას ეგ მონლოდინი არ ქონდა თორე ვინმე ეგონა როცა მას იტყოდა რომ ეს ოპოზიცია მაგ პოზიციას არ დაიჭერდა არა პროგნოზირებადი და ესე ვიქცევით ჩემი აზრით წლებია უკვე ვინც წინასწარ მარტო შეგიძლია რა რეაგირება იქნება იმას არ დაუძახებთო და ოპოზიცია როგორ გამოაცხადებდა გიანუდია ყავდა სტუმრად არ ვიცი გიანუდია იქვე არ ცნობდა გუშინ წინ იმ ხელისუფლებას იქვე განაცხადა ეგ ხო ფაქტი არის მოხდა ეგ მეორეს კი კიდე არის ამ ლეგიტიმაციის მიცემა ხომ ეგრე იყო მაგრამ თუ ლელო შევიდა იმარჩევს ესე ლეგიტიმა მიეცა თუმცა ლელომაც გამოთქვა როგორც პირველ დებატის მერე მიეცა ეს ლეგიტიმაცია მეორე 10 დებატი ჭირდება რომ ლეგიტიმაცია მიეცეს 20 დებატი სამი არჩევნები თუ რა ხდება როდის გახდება მაშინ ეგ როცა მიეცა ეს ხო და დებატეს როცა შენ იყენებ მოქალაქე ამას ქვეყნის მარტივად ხდება როცა ვერ იყენებ ეგეც მიხედავთ შეტანილი გქონდეს განაცხადი საკონსტიტუციაში სარჩელი და მე იმ პარტიას დებატებში ეძახდე და ეს პარტიაც მოდიოდეს ნუ ეხა ეს ისეთი ოქსიმორონია მართლა რომ უბრალოდ ტრაგიკომიკულია რა აი მართლა ჯერ ასეთი პარტიის წარმოადგენელს არ მეუღია მონაწილეობა არა ხო და ამიტომ ბუნებრივი ვის აკრძალვასაც ხო გეგმავენ მადლობა ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს ლელა ჯეჯელავა ცოტნე კობერიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება 4 შაბათს მე ხვალამდე დაგემშვიდობებით ხვალად შევხვდებით ერთმანეთს პალიტრენიუსის ეთერში 13 საათზე გადაცემაში საქმე მანამდე არ დაგავიწყდეთ პალიტრენიუსის YouTube არხის გამოწერა სადაც შეგიძლიათ საინფორმაციო გამოშვებებს პოლიტიკურ თოქ-შოუებს ლაივ რეჟიმში